ჩვენი გადაცემის დღევანდელ ეპიზოდს ესეთი უცნაური შესავალი აქვს, იმიტომ რომ ის ჩაიწერა გუშინ, ხუთშაბათს და დღეს პარასკევია და ახლა მე მივდივარ გიორგი ახობაძის სახლში, სადაც ის პოლიციამ უნდა დააკავოს, რადგან მოსამართლემ შეუფარდა 25 დღიანი პატიმრობა Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ბეთერი მაინც გაგვეშვა, უბრალოდ აი პრევიუთი. როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, კიდევ უფრო მეტად გასაგები რო იყოს თუ ვინმესთვის აქამდე არ იყო ბოლომდე გასაგები. რუსეთში მინდა სისხლიანი სამოქალაქო ომი. ხოცობა დგას, რომ რუსეთი არის უძლეველი, ვერავინ ვერ ერევა. სტალინი ყავდათ, მაგას სოსო ჯუღაშვილი ყავდათ, სათავეში და ახლა ყავთ ეს უსაქმური. რა წარმოუდგენია ამ ხალხს ქართულობაში? რა დააჯერეს ადამიანებს, რომ ქართველობაა? და რა არის რეალურად ქართველობა? შენ ხარ ცივილიზაციურად მიკუთვნებული ქრისტიანულ სამყაროს, რომელიც აპრიორი არის დასავლური სამყარო. საქართველოს ისტორიაში თუ ვინმე ასოცირდება ბრძოლით საკუთარი იდენტობის დაცვასთან, ის მეფე აქციეს თავიანთი სიმხდალის გამართლების სიმბოლო. პოლიცია არის კრიმინალთან შედუღაბებული და ამიტომ დავარქვი მე პოლიციას. ტონტონ, მაკუტები, ვინც კი მივიდა ყველა შეჯამეს და მოკლეს. პოლიტიკა დღევანდელ ხელისუფლებას აქვს, რომ განსხვავებული მოსაზრების ადამიანი უპირობოდ ითვლება მტრად. ერეკლე მეორე ადგილზე ყოფილიყო კობახიძე და ინგილოქავს რო ქლიავი გადმოეყარა თავზე 2-დან 3 წლამდე ციხე ჰქონდა გარანტირებული. ეგ ველი რატო როგორ მოხდა რომ დაიკავეს პრორუსმა აგენტებმა? რანაირი ქრისტიანული ქვეყანა როცა მთავარ მოედანზე დევს გვამი ბომონის დამისახელეთ ევროპელების ექსპანსია არის ჩვენს წინააღმდეგ. ჯვაროსნული ლაშქრობები ძალიან ჩამორჩით, იმიტომ რომ ძალიან ჩამორჩენილი კაცი გმართავთ და იმას ემსგავსებით უკვე. საკითხოთ რა. არა, თარგამაძესთან უარესებს შვებით ხომ? უარესებს შვებით. თარგამაძეს და რა ვშვები, გასულ. მოგესალმებით. თქვენ უყურებთ ყოველკვირეულ გადაცემას ცხელი სკამი YouTube არხის მინეზე, თორნიკე რაზმაძესთან და გიორგი ახობაძესთან ერთად. და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ბატონი გუბას სანიგიძე. გამარჯობა. მოგესალმებით საომშვიდობის ძვირფასო მეგობრებო. მოგესალმებით. სანამ გადაცემას დავიწყებთ, თორნიკე დაგაწყვეტინებ, მაყურებელს ვთხოვ, რომ დაალაიქოს ჩვენი ვიდეო, გადააშიაროს და დაგვასაბსკრაიბოს, გამოიწეროს ჩვენი არხი. რომ რაც შეიძლება მეტ მაყურებლამდე მივიდეს ეს გადაცემები. ჩვენი ლიზი დადის სტუდიაში არის კამერებში ჩანს თუ არა ამასობაში და შუა გადაცემაში თუ გაგვეთიშა რამე არის ლიზიკოს ბრალი. კაი, ბატონო გუბას, მოკლედ რაღაცნაირად ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ გადაცემის წინ რაღაცა რო გაქვს მომზადებული, რა თემებზე უნდა ილაპარაკო, ისა მათ შორის წარსულზეც გვინდოდა ლაპარაკ, თქვენი მხელა გამოცდილება გაქვთ. მეტნაკლებად ვიღაცისთვის პოზიტიური, ვიღაცისთვის ნეგატიური, მაგაზე მაინც ვისაუბრებთ, მაგრამ აი ხა ჩვენი გადაცემა როცა იწერება ხუთშაბათია და წუხელ ისეთი რამე მოხდა, რომ რამეები, უბრალოდ რომელიც უნდა ჩამოთვალო, ერთი ღამის ქრონიკა, რომ დაზაფრულია მთელი საზოგადოება ალბათ პოლიტიკური პრეფერენციების მიუხედავად. აქ არის ხშირად საუბარი, რომ რატომ მივდივართ აქამდე და იქიდან არის სულ პასუხი, რომ ეს ახლა ყველგან ხდება, კაცო, ხან სანიაღვრე წყალს არ გაატარებს, ხან ვიღაცას ესურის და ასე შემდეგ. ყველაფერი დაიწყო თუ სწორად მახსოვს, მაინც მოყვები ბათუმში სროლით, სადაც ადამიანი დაჭრეს. მერე ვახო სანაია დაიჭირეს რაღაცა, რის გამოღეც ყველამ გაიგო. ხო? შემდეგ ამას მოყვა ვაკეში სროლა, 3 დაჭრილი და 1 არასრულოვანი გარდაცვლილი და იმავე წუთას იუმორისტზე თავდასხმა, რის გამო ხა აღარ გავშლი კიდე 10 ჯერ მოვყევი. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს დამთხევითი და შეიძლება ესეთი რაღაცა რამდენიმე ჯერ ერთ და იგივე ადგილზე დაიცეს მეხი, გამოვიყენოთ ეს შედარება თუ რამე უფრო ძიმესთან გვაქვს საქმე ჩვენ ქვეყანაში. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის ბიჭებო, პირველად ვარ თქვენს გადაცემაში და კეთილი იყოს ჩემი ფეხი აქა და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ფოტოშორის მუდმივი მაყურებელი ვარ თქვენი პოდკასტის, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ მიყავთ და საინტერესო ხალხს იწვევთ ფოტოშორის და მადლობა. ნახვაც ბევრია.
საერთოდ ინტერესი არის ყველაფრის წინაპირობა. წინსვლის წინაპირობა და ინტერესი არის ამ გადაცემის მიმართ. ხო, ახლა რაც შეეხება რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ ძალიან დავეჩვიოთ ცუდ ამბებს, კარგი ამბები იშვიათად გაიელვებს, გამონაკლისია კარგი ამბავი. ახლა როცა არის საუბარი რომ ყველგან ხდება, ეს გამოთქმაც არ არის რომ ყველგან არ ხდება ასე. ყველგან ხდებას ნუ მივეჩვევით, რომ კაცო რა მოხდა, მე რომ ყველგან ხდება და რაღაცა წვიმა ყველგან მოდის, რა თქმა უნდა. მაგრამ წვიმა რომ მოდის, როგორ ხდები საზოგადოება, ქვეყანა, ქალაქი, ხო, როცა ასეთი უბედურება ხდება, როცა უკვე შეიარაღებული ხალხი დარბის ქუჩაში, ვინც უნდა იჯდეს ციხეში, ის იარაღით დარბის და ვინც არ უნდა იჯდეს, იმას იჯერენ, ვახო, სანაირად ჩასვეს ციხეში, პრინციპულობის გამო. ხო, ვინ როგორ უყურებთ იმას, როგორ არის, რანაირად არის, მაგრამ სიტყვისთვის ადამიანს არ იჯერენ ყველგან. გამონათქვამებისთვის ადამიანს არ იჯერენ ყველგან, ხო და ყველგან იჯერენ დამნაშავეებს. რომლებიც დადიან იარაღით ქალაქში. ერთ დღეს რომ საქართველოს ორ ქალაქში ხდება, ახლა ყველაფერი შემთხვევითობაა საერთოდ. ახლა როგორც ისტორიკოსი გეტყვით, რომ ისტორია არის შემთხვევითობების კრებული, მაგრამ ეს შემთხვევითობები ქმნის მერე ლოგიკას. რატომ ხდება ასე, ხო? ასე ხშირ, რატო გახშირდა? ამას ქვია ტენდენცია უკვე. ნამდვილი დანაშაულის არ დასჯა და ადამიანების დასჯა პოლიტიკური შეხედულებების ან გემოვნების გამო. და გარკვეულწილად წახალისებებსაც ვხედავთ სოციალურ ქსელებში თუ პროპაგანდისტულ არხებზე, რომ ის ქალი არ არის, ის მერე რა მოხდა, ის რო ცემეს, ის აქციის მონაწილე, ის სინდისის პატიმარია, კაცო, ის არის. კი, არჩევენ, ხო, არჩევენ, რომ აი, ხო, ტრადიციულ ფასეულობებს მივსდევართ და მე კონსერვატორი ვარ. აბსოლუტურად და ყოველთვის ასეთი ვიყავი, აზრის პოზიცია არ შემიცვლია განსხვავებით სხვებისგან. ხო. მაგრამ კონსერვაცია რას ნიშნავს? რაღაცი შენახვას, გადანახვას, მოვლას ნიშნავს, ხო? გაფუჭებული და აყრობებული თევზი არ უნდა შეინახო, რაღაცა რაც კარგია, სასარგებლოა. კონსერვაციაც უნდა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმები, ახლა კონსერვატიზმი არ გულისხმობს იმას, რომ ახლა წესი იყო საქართველოს აღმოსავლეთ თიანეთში, რომ მტევანი უნდა მოაჭრა, ახლა ამის მომხრე მე არა ვარ. ხო, მაგრამ რაც არის ჯანმრთელი, რაც არის სწორი, რაც არის აუცილებელი, ხო, ის უნდა დაიცვა და შეინახო. მოდი ვაგაყიდოთ. ბავშვთა ყიდვაც ტრადიცია იყო დასავლეთ საქართველოში. ხო, მე ამაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ როცა არის აი საუბარი როცა არის, რომ აი ოჯახი უნდა იყოს ასეთი, ის უნდა იყოს, ეს უნდა იყოს. არასოდეს საქართველოში არ იყო ტრადიცია, რომ სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა მაგალითად, ხო? რომ აი სხვისი ოჯახის პრობლემების გარეთ გამოტანა. მე ახლა სოციალურ ქსელებში ეს შედეგია, რაც ხდება, ის როლაც, ის ვახოს დაჭერაც, ის მსხვერპლიც, ის უბედურებაც. ეს არის ამის შედეგი. რატო შევა დღევანდელი მოქმედი ხელისუფლება ამას, რომ რა მოსახლეობის რაღაცა ნაწილი მათ ჭკუაზეა. რო ქალი კი ქართულ ტრადიციაში ვეფხისტყაოსნის ქვეყანაში ქალი უპირობოდ პატივისცემის ღირსია, მაგრამ იცი როგორ არის? ეს ამნაირი ქალი, თორე ამნაირი ქალი არა კაცო. ამნაირი უნდა დაიჭირო ციხეში აქ და დაკითხვის დროს უნდა ესა რა ქვია, გააშიშლო, შეურაცხყოფა მიაყენო, იმიტომ რომ ესე იგი დიფერენცირებას უკეთებენ საზოგადოება. ეს ქალია, მაგრამ ეს ქალი არ არის. ეს კაცია არის. ეს კაცი არის, მაგრამ ეს კაცი არა და გვეუბნებია ქალია და კაცია. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი დღეს სახელმწიფო საშინაო პოლიტიკა დღევანდელ ხელისუფლებას აქვს, რომ განსხვავებული მოსაზრების ადამიანი უპირობოდ ითვლება მტრად. ხო, მე ესეთი კითხვა მინდა დავსვა და სანამ კითხვას დავსვა, გიორგის ამბავზე მინდა ვთქვა რა, მე გუშინ ცოტა უსაყვედურე კიდეც ყველას აბსოლუტურად ამ ქვეყანაში, მათ შორის მედიასაც, რომ ჩემი აზრით აი ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ აი გიორგის საკითხი, არ ვიცი თქვენ აი გაგებული გაქვთ თუ არა, იმიტომ რომ არ გაშუქდა ეს კარგად. გიორგის დახვდნენ აეროპორტთან რამდენიმე თვის წინ და ცემეს.
ეს საკითხი რაღაცნაირად ისე მიიჩქმა, რომ დღემდე თაროზე არის შემოდებული, მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიცირებული არიან ადამიანები და დღეს ვამბობ ხა პირველად რა, არ ვიცი ხა ამის დრამის ხوار ვაშავებ, თუ რამის ვაშავებ, არ მომენახე რას ვაშავებ, რას ვამბობ. გიორგი რომ მივიდა პოლიციის განყოფილებაში, გიორგის ამოუღეს ამათი სურათები და წინ დაუდეს. ნახეო, აი ესენი არიანო, ამათ გცემესო რა. სავარაუდოდ ელოდებოდნენ რომ ჩემგან იქნებოდა ვენდეტა ან რაღაცა პასუხი, რომ მე მაგაზე ისევ დავეჭირე. ან დაეჭერთ, ან გესროდნენ ბოლო-ბოლო და თავს იცავდენო ისინიო და ითხოვდნენ, ხო? მან დმორევაზია ეხა მითი რა ქვია, ვარდებით არ მივიდოდი, ხო ეგეთ ხა. ხო და ნახეთ რა ხდება, ანუ ის იმ ხალხს კაცმა არ იცის, აი ხა ვინც დარბიან კიდე და ვიღაცებს ძალდობენ, შეიძლება იგივე ხალხია, შეიძლება სხვა არის ნაწილი მათი, ანუ ჩვეულებრივი ამბავია დღეს ქვეყანაში, რომ ადამიანები ეს ხوار რომ ვერ ვიპოვეთ და უისამხრე ამომცნობი ნიშანი არ ქონდა. ანუ იციან ვინ არიან. აი ეს ტიპი აი მანქანის ნომრით გადაადგილდებოდა და არ იჭერენ. ანუ ეს ამბავი საკმარისად არ გავრცელდა და მე მგონია შენი ტელეფონი იცი რომ ჩაწერილი აქ იმ დათო ბაქრაძეს გასულ შენი ტელეფონიდან რო ურეკავ თუ არ უპასუხა იმისი რა ქვია გაგრელის ნომრიდან დაურეკე იმ დღეს პალიტრაში ვიყავით და გამოვედით და ივისი აი წაუწდა და აიღო ხა ისე როგორც მესიჯი მომწერა დავალებაზე კაი აღარ გავაგზავნოთ ეგ მე ხა რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი რა მე ხანდახან მგონია რომ ჩვენ არ ვიცი რა გვიფარავს ვიღაცა მიღბალი დაარქოს, ვიღაცა ღვთისკალთა დაარქოს, მაგრამ კიდე რომ აი ამ ურთიერთდაპირისპირების ნიადაგზე, რომელსაც ესენი აღვივებენ და უსამართლობის განცდის ნიადაგზე, რაღაცა უფრო ფატალური რო არ მოხდა, იმაზე მეტად ფატალური რაც ისედაც ხდება ყოველდღიურად. კიდე რაღაცა ჩვენ არ ვიცი ღმერთი გვიფარავს თუ იღბალი გვიფარავს თუ რა გვიფარავს, არ ვიცი, მაგრამ აი ხა ადამიანი აი ვიღაცა გიორგის ადგილზე რა რომელიც ეს სტუდიას რო არა აქვს რო თავის სიმართლე თქოს ხო ვიღაცას რო აი ესე დაჩაგრულად გრძნობს თავს გადაეკეტება და ან ვიღაცას პირადად გადაუხდის სამაგიეროს ან რაღაც მაგამდე მიდის საბოლოოდ ეს და ისტორიას ახსოვს ხო ესეთი მომენტების და ეხლა კითხვა რა მინდა დაგისვათ თქვენ რა ეს შესავალით გავაკეთე ცოტა ვრცელი ეს არის კლიშე ფრაზა რო არის ქართველობას გვართმევენ რა წარმოუდგენია ამ ხალხს ქართველობა რა დააჯერეს ადამიანებს რო ქართველობაა და რა არის რეალურად ქართველობა? აი ეს მე-20 საუკუნეში მოხდა ხო რაღაცების გამრუდება მაგ კუთხით. არა მარტო მე-20 საუკუნეში, დიდი ხანია მრუდდება. საერთოდ საინტერესო შეკითხვაა და მიხარია რომ აი თქვენ სტუდიაში მომეცემა ხო შევეცდები რომ ამომწურავად გავცე პასუხი რა არის ქართველობა? ჯერ ამით დავიწყოთ. საერთოდ ნებისმიერი თვით შეგნება, მათ შორის ქართველობაც, მამაკაცობაც, დედაკაცობაც, ხო, ქრისტიანობაც, მუსლიმობაც, ნებისმიერ შეცნება, ანუ იდენტიფიცირება საკუთარი თავის რაღაცას აკუთვნებ. ხო? ადამიანი არის სოციალური ცხოველი. მარტო ცხოვრება მას არ შეუძლია გეპარდივით ირბინოს და მარტო გამოყვებოს ოჯახი და ეს არ შეუძლია. ჩვენ ვართ სოციალური ცხოველები, ხო, გამოყვებულიდან დღემდე. რაღაცას უნდა მივაკუთვნოთ თავი. ერთ-ერთი თავარი პოპულაცია, ანუ სოციუმი, რასაც ადამიანი თავს აკუთვნებს, ესაა ერი, ნაცია, ხალხი, თემი, ჯგუფი, ოჯახი, სოფელი, ქალაქი, მდინარის გადაღმა, გადმოღმა, რაღაცა. უბანი. დაღმელები და გამოღმელები. ხო. ახლა ყველაზე გავრცელებული და ყველაზე უნივერსალური და ბოლო სტადია რაც აქვს ამ სოციალური ერთობის თვითშეგრძნებას ეს არის ან რელიგიური მიკუთვნება ან ეროვნული მიკუთვნება. ხშირად ეს ერთმანეთს არ უშლის ხელს. ხო რა არის ქართველობა? ძალიან მოკლედ და გასაგებად, ყველასთვის გასაგებად რომ ვთქვათ, ქართველი ერის ჩამოყალიბება ეთნიკურობიდან თვითშეგნებამდე, ანუ თვით აღქმამდე დიდი გზა გაიარა ამან და სხვადასხვა ეპოქები ქონდა, რაღაცა პროტო მასალა იყო, ძველი ტომები იყო, ერთმანეთის მონათესავე ტომები იყო, მერე იმაზე მოხდა დაშენება რაღაცის, რაღაცა ცივილიზაციის, გარე ცივილიზაციების მათ შორის, იმიტომ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელზედაც სხვა ცივილიზაციების გავლენები იყო და კარგია ესა, იმიტომ ჩაკეტილი ცივილიზაცია, ეგერ არის კუნძული სანტინელა ინდოეთის ოკეანეში, ინდოეთს ეკუთვნის, მაგრამ არ ეკარება არავინ 800 კაცამდე ცხოვრობს, ვინც კი მივიდა, ყველა შეჭამეს და მოკლეს, ხო და მიიღეს გადაწყვეტილება ინდოეთის ხელისუფლებამ, რომ დავანებოთ ამას თავი და ერთხელ დასახმარებლად სანაპიროზე დაალაგეს რატომღაც არ ვიცი ლურჯი და წითელი ჭურჭელი
რომ მოეხმარათ ამათ რაღაცას და იმათმა წითელი ჭურჭლები დაგლუისა დალეწეს და ლურჯი დაიტოვეს. რატო არ ჩეს ლურჯი არ ვიცი, ეტყო მოეწონა. ქართული ოცნების ფერი. ხო, არ ვიცი. ხო, ახლა ევროპის ფერიც არის ლურჯი, ხო, მაგრამ ეს არის ჩვენ უნდა ვიყოთ და ჩვენ ჭკუას ვინ გვასწავლის, ერთ იმგენს კითხე, იმათ გონიათ რომ ყველა ჭკვიანები არიან და არ უნდათ არავინ, ხო, სანტინელას მკვიდრებს, მაგრამ და მე ამას რელიგია დაემატა რაღაცა და რაღაცა სახე მიიღო ამან და ახლოებით 1500 2000 წლის წინ მე ქრისტიანობა შემობრძანდა რაღაცა ჩამოყალიბდა ხო სამ წიგნზე სამ კოდექსზე ჩამოყალიბდა ქართველობა ანუ ჩვენს წინაპრებს მათ შორის მეფეებს მათ შორის არისტოკრატიას და მათ შორის გლეხკაცობასაც ჩვენთან იყო განათლებული წერა-კითხვის მცოდნე გლეხები იყვნენ ახლა ყველა არ იყო მაგრამ სოფელში იყო სასულიერო პირები იყვნენ ახლა ყველა სოფელი რაღაცა სამწყსოში ეკუთვნოდა მრევლი იყო იქ მღვდელი წიგნიერი იყო უკვე ახლა რო კითხულობს იმა რაღაცები იცის ხო ნოე ჟორდანიას აქვს ეგეთი სამი წიგნზე ჩამოყალიბდა ქართველობა და მე ახლა გავშალოთ და ჩაერთეთ თქვენს ვიდეოები რომ პირველი ეს არის საღვთო წერილი ბიბლია ძველი და ახალი აღთქმა ბიბლია ვეფხისტყაოსანი და ქართლის ცხოვრება ამ სამზე ზდიდნენ უფლისწულებს, გლეხის ბიჭებს, თავადიშვილებს, ხოთა შორის ქართულ ფეოდალიზმს ჰქონდა, ეს წეს მეტი არავის არ ჰქონდა, როცა კეთილშობილები, ეგრეთ წოდებული კეთილშობილები იზრდებოდნენ გლეხის ოჯახში. იმიტომ მათ უნდა ცოდნოდათ გლეხი რითი რა სჭამს, რითი სუნთქავს, როგორ სუნთქავს. ამან გადაგვარჩინა ჩვენ აქ რო გაბრექილი მეფეები ყოლოდა ჩვენ რომ გამარჯვებას რო არ იძლევენ ახლა დღეს მინისტრის მოადგილეები და სამართლის უფროსები რო კარი უნდა გავუღო მანქანა და ასე კი არ იყო და სავარაუდოდ მეფე ერეკლეს ასახლე ვიღაცაც წვენია და მე ვამაყობ მეფე ერეკლეს სასახლეთი თელავში ასეთი მეფეები ყავდა უბრალო ხალხი იყვნენ ну სავარაუდოდ მეფეები ცდილობდნენ რომ მათი შვილები ისე არ გათავხედებულიყვნენ რომ სხვა ბავშვების დასასჯელად არ გაეგზავნათ და ის გლეხი კაცო სხვა ბავშვების დასასჯელად არ გაეგზავნათ გლეხი არ წამოყვება შენ თუ არ შედიხარ სხვა ტიპის ფეოდალიზმი ჩამოყალიბდა ევროპაშიც ასე იყო იაპონიაშიც ასე იყო ფეოდალები იბრძოდნენ მაგრამ მე რო გამდიდნენ რაღაცები დაანებეს და ყველა იბრძოდა კაცო ხო ამ სამზე ჩამოყალიბდა საღვთო წერილი ვეფხისტყაოსანი და ქართლის ცხოვრება ანუ სულიერი კოდექსი სულიერი შენობა კორპუსი დავარქვათ ასე შენ ხარ ცივილიზაციურად მიკუთვნებული ქრისტიანულ სამყაროს რომელიც აპრიორი არის დასავლური სამყარო იმიტომ ქრისტიანობა ჩვენგან 100 კილომეტრის იქეთ ვეღარ გავრცელდა აგერ გადადით წითელ ხაზზე და აღარ არის არაფერი პიჯვარს არ იწერს არავინ ღვინოს არ სვამს არავინ ჩინელებმა ახლა დაიწყეს ღვინის ადრე კი ჰქონდათ მაგრამ მე დაანებეს ჩაიზე გადავიდნენ ძალიან ადრე ხო აი ხა ეგ არის საინტერესო რასთან მივედით ამის გამრუდება რომ ხო და მე გავშალოთ უკვე ჩაერთეთ თქვენც და მოგისმენთ ანუ ცივილიზაციური კუთვნილება შენ მარტო ქართველი კი არა შენ ხარ რაღაც დიდი საქრისტიანოსი ბებიაჩემა მაგალითად იცოდა კაცობრიობას კი არ ლოცავდა რომ დაილოცებოდა საქრისტიანოს გაუმარჯოს ღმერთო დალოცე საქრისტიანო იმიტომ რომ ჩვენს წინაპარში შეცნება კაცობრიობა გვიანდელი სიტყვა მე-19 საუკუნეში გავრცელდა ხო მაგრამ იყო საქრისტიანო ახლაც ილოცებიან ას თაში იციან აღმოსავლეთის თაში იციან ხო ღმერთო დალოცე საქრისტიანო და რაღაცა ხო მეორე ეს იყო საერო კოდექსი ესა ვეფხისტყაოსანი როგორ იქცევა კაცი როგორ იქცევა ქალი როგორ იქცევა ბატონი როგორ იქცევა მსახური როგორ იქცევა მეფე როგორ იქცევა უბრალო ადამიანი რა არის მორალი რა არის შეხედე სიყვარული საერთოდ ბერძნებს ამის სიტყვა ჰქონდა ჩვენ ერთი გვაქვს რა იყო საღვთო სიყვარული იყო ზოგადი სიყვარული და იყო ისა რა ქვია ეროტიული სიყვარული ბერძნები ყოფენ ჩვენთან სამივე აღნიშნავს ხო პრობლემა გვაქვს და ეგ პრობლემა მარტო ჩვენ კი არა გვაქვს ათონელები რომ თარგმნიდნენ ბერძნული მას სასულიერო ლიტერატურას უჭირდათ ამისი გადათარგმნა ხო ეს არის ვეფხისტყაოსანი როგორ იქცევი ავთანდილისა და მისი რა ქვია ქალისა და კაცის ურთიერთობა მეფისა და მის ურთიერთობა შერმადინისა და მის ურთიერთობა
მთელი კონფუციანური სამყარო არის ჩადებული იმაში, ხო, როგორი უნდა იყოს მსახური, როგორი უნდა იყოს ბატონი. მსახური უნდა იყოს ერთგული, ბატონი უნდა იყოს მზრუნველი, ასე არ გამოვა ერთმა და არ ღვიოს და მეორემ არა, ეგრე არ გამოდის, ხო? ეს არის გადაჭრილი, ანუ ეს არის საერო კოდექსი ვეფხისტყაოსა და ქართლის ცხოვრება. ვინა ვარ ჩვენ სახელი და გვარი რა არის? იმიტომ კაცის იდენტიფიცირება რით ხდება, ჯერ თავისთვის სარკეში რო იყურება, ცნობს თავის თავს. ბევრი ვერ ცნობს. და მეორე არის რომ სახელი და გვარი რა არის შენი? სახელი და გვარი გააქვს, ესე იგი დედა და მამა ყავს შენ. ისინი ვინ არიან? შენი ბაბუა და ბებია ვინ იყო? ან პაპა, როგორც აღმოსავლეთელებს ვარ დავწყვიტოთ გული, ხო? ვინ არის შენ და ასე მიდივიხარ და საერთოდ ვინა ვართ? ვინ გმართავდა? ბაგრატიონები ვინ იყვნენ? ჩვენი სამეფო რა იყო? საერთო განცდა, ისტორიის საერთო ერის ერთიანობას რა ადასტურებს, იცი? შაჰაბას სამეგრელოში არ ულაშქრია. არ ყოფილა საერთოდ ფეხი არ დაუდგია. მაგრამ მეგრელებს ისევ ეზიზღებათ შაჰაბასი როგორც კახელებს. ეს არის ერთობა, ეს არის ისტორიის საერთო განცდა. ამ სამი რამისგან შედგება ქართველობა. სახარება, ვეფხისტყაოსანი და ისტორია, შენი სახელი და გვარი იცი, ხო? ახლა მოდი, ახლა დავიწყოთ დღევანდელი როგორ მიდის სამივეს გაუკუღმართება და ისე მოთარგმნა განადგურებულია საერთოდ. ერთის მხრივ ტაძრებში და მეორეს მხრივ სკოლაში როგორ ხდება აი ამ სამი კომპონენტის ახსნა და მიტანა ახალთაობამდე. ან გუბას სანეგიძემ თუჯის ეს FSB-ში იცია. ხო, ერთი ჩემთვის საინტერესო რო დავიწყოთ რაღაცა ის მინდა რომ გავშალო. აი ისტორია რო ავიღოთ, ისტორიას რო ვასწავლით და მათ შორის წინა რამდენიმე წუთის წინ ნათქვამ სიტყვასა კონსერვატიზმზეც შევეხები, რა დავაკონსერვა, შევინახოთ და რა შევცვალოთ, ხო? ისტორიას რო ვასწავლით, ხა მე რომ მახსოვს სკოლის წიგნებიდან, ხო? იქ იშვიათად ნახავდი რაღაცა ნეგატიურად გადმოცემულ ფაქტებს ან მოვლენებს. ძირითადად არის კრებული 98-ში, 91. ძირითადად ისტორიის წიგნებში რო ჩავიხედოთ, უფრო რაღაცა კი ხა რაღაცა ბრძოლები წაგებული ქონდა, მაგრამ ის რაც მე შეიძლება წაიკითხო ცოტა უფრო წყაროებში და ცოტა უფრო სამეცნიერო ისტორიულ ნაშრომებში, ხო? როგორც ქართველი ერის ისტორია არის მაგალითად, ხო? იქ პოულობ ბევრ ისეთ რამეს, რაც შეიძლება არ მოგეწონოს და რაც მწარე სიმართლეა. აი ისტორიას რისთვის ვასწავლით სკოლაში ბავშვებს და ხო არ იქნებოდა სწორი აი ამ რაღაცა პროპაგანდასთან მათ შორის დასაპირისპირებლად რუსულ პროპაგანდასთან რომელიც რაღაცა გულში მჯიღის მტყმელ რაღაცა და ხო პატრიოტიზმი და ქართული იდენტობის სიყვარული რაღაცა ეგრე გამოიხატება ის რომ ვაჩვენოთ კარგიც ვაჩვენოთ ცუდიც და მე ეპოქების მიხედვით აი რა დაკონსერვდა სიტყვაზე და რა რისი ტარება გადაწყვიტა ქართველმა ერმა 21 საუკუნემდე და რა იყო ისეთი რაღაცეები რაც რა არის ცუდი რომ ეს გამოჩნდეს და თვალხილული გახდეს ახალგაზრდისთვის რომელიც რავის ჯერ ეხლა ეცნობა ხო ამ სამყაროს რომ ისი არ არის რომ რაღაცა 10 საუკუნის წინ რაღაცა მარჯვენა ხელში გვეჭირა ხმალი და სულ მარჯვენაში უნდა გვეჭიროს იქნება მარცხენით უფრო კარგად ვიქნებთ ხო აი ან შეიძლება საერთოდ არ დაგჭირდეს ხო იქნებ ხო სხვა რაღაცა ხო მაგას იძახიან იდეაში კოცების მაგრამ აი ეგ სამ მაგ აი ხმლის ქნევასაც ებრძვიან კაცო აი ეგ მაგის თქმა უნდა მაგ სამ პოსტულატს გავყვეთ რას თქვენ ისტორიული გადასახადი ესე იგი დაშვებული მეფე რომელიც საქართველოს ისტორიაში თუ ვინმე ასოცირდება ბრძოლით საკუთარი იდენტობის დაცვასთან ის მეფე აქციეს თავიანთი სიმხდალის გამართლების სიმბოლო და ეს მეფე ერეკლე რომელიც ლამის კულტად გამოიყვანა თან წარმოდგენა არ აქვს ერეკლე მეფე მე ვიცი და შენ იცი ეს პატარა კახ ჩვენი საყვარელი მეფე არის ესა უდიდეს კაცი თუ ერეკლე არის სანიმუშო მეფე მაშინ ირანთან რატომ მეგობრო ვის ებძოდა ერეკლე პანაშვიდზე უჩადი პანაშვიდე სატირალში და მე მაგაზე რა მაქვს იცით რა თქვა ჩემი აზრით გამაგებია არა ის თანამიმდევრობა უნდა კონდეს ერეკლე მეფე გამოაცხადა რომ ეს დავით აღმაშენებელზე უფრო დიდი არის არ არის დიდი დავით აღმაშენებელზე მაგრამ ნუ დიდი უდიდესი არც ერთი ქართველი მეფე არ ყოფილა და ძალიან ბევრი მსოფლიო იმპერატორი და მეფე არ ყოფილა მე რომ მკითხო რომ ის იყო უნივერსალური ალბათ არ უნდა შევადაროთ ხო არ უნდა შედარება არ ვარ მაგრამ ნუ ახლა მასშტაბები სად დავითის იმპერია შექმნა კაცო
იმპერია ნიკოფსით დარუბანდამდის, ოვსეთით არეგაწამდის. ახლა ერეკლე იყო გმირი მეფე, მეომარი მეფე და იბრძოდა ამ აღმოსავლეთ საქართველოს გადასარჩენად, ხო ახლა ხო უნდა ვიცოდეთ მასშტაბების, ხო, მაგრამ ჩემს ოჯახში მე გავიზარდე ერეკლე მეფის და სოლომონ პირველის კულტზე გავიზარდე. მამაჩემის ხელში გაზრდილი, ხო? მამაჩემისთვის ყველაზე საყვარელი მეფე იყო ერეკლე. ერეკლე უყვარდა ყველაზე უფრო მამაჩემს. მაგრამ სად დაუბრუნდა? იმიტომ ის, მაგრამ ერეკლე რო არის მაშინ მისი პოლიტიკა საგარეო გადმოიღე მაშინ, ხო? ერეკლე რატო დასაჯეს? სპარსელებმა, აღამ აჰმად-ხანმა რატო დაგუსაჯა? იმიტომ არჩევანი გააკეთა რუსეთზე, ხო? მაშინდელ რუსეთზე, რომელიც იმ დროს ჩვენთვის დასავლეთად ითვლებოდა. ამისთვის დაისაჯა, ხო, ერეკლე? აი, როგორ ჩანს? და ირანი ერეკლეს ომი აქვს 100 ომიდან 90 ომის სპარსელებთან ხო, ხდება. მაგრამ როგორ ამასთან როგორ მეგობრობ გამაგებიე, ბიჭო? თან ეს ყალბი მოწყენილი სახით რო დახარ ესე. რო ჩადიხარ უზბეკეთში, რო ჩადიხარ და თემურლენგის საფლავზე მიგავ, ბიჭო, ხელი როგორ არ გაგიხმა. ღმერთის როგორ არ გეშინია, შენი შვილების მომავალზე როგორ არ გეშინია, იმიტომ რომ ცოდვა მადლი არ იკარგებ, ბიჭო, ქართველებს ამომჟლეთის იმაზე რა მიგიყვანა. რა მიგიყვანა გამაგებიეთ რანაირი ქართველები ხარ? ხარ, თან ხო შეიძლება არ ყვავილები არ ისე ჩახვიდე ქვეყანაში. ჯო, არაფერი არ უნდა და იქ იტყოდი რომ არ მივალ და დამთა არავინ არაფერს არ დაგაძალებს რა. დიპლომატია არის რა, რომ შენ რაც გაგეხარ, გეკითხებიან თან მიხვალ აქ თუ არ მიხვალ. რო ეტყვი რომ არა არ მივალ, არ გაძალებს არავინ, კაცო. ნუ ესენი არ აღიზიანებენ ეს. კაი, ამათ ვეკითხები, ირანი და რო ჩამოდიან, ან თურქეთი და რო ჩამოდიან ვიზიტზე. ერეკლეს საფლავზე მიყავს, ხო? მე გეტყვით ერეკლე. რატო არ მიყავ? დიდგორობა რო აკრძალეს ჩვენი მეზობელი ქვეყნის ხათრით. დიდგორობას რო იმასთან ჩავიდა, თურქეთში რო ჩავიდა? დიდგორობას არისო? მე მგონი. დაუკვირდით რა დღეში ვართ რა კავკასიაში არის სამი სახელმწიფო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ორივემ გაივაკა უკვე. თავისი გზით მედია. მაგრამ ორივემ გაივაკა, უდიდეს პრობლემა დაძლეს, პოლიტიკური გადაწყვეტილება მარტო ხელისუფლებამ არ მიიღეს, ხალხებმაც მიიღეს. გამარჯვებასაც თავშეკავება უნდა და საკმაოდ თავშეკავებულად იქცევენ აზერბაიჯანელები და დამარცხებასაც თავშეკავება უნდა სომხებით. აი სალიევს ამე წამოეძახებინოსან რაღაცა ნიშნის მოგებით ეთქვას. მაინც კავკასია წესებია აქ რა, გარდა საერთაშორისო ურთიერთობის არის ეს ურთიერთო ტრობასაც აქვს თავისი კოდექსი. ის მიდის თავისი თურქული სახელმწიფოების, თურქული მოდგმის ქვეყნების, თუმცა იქ მთელი ამბები ახლა არ გვინდა აზერბაიჯანს თავის დამოუკიდებელი პოლიტიკა. ნახე რუსებს როგორ ექცევიან ირანელებს, ამერიკელებთან ურთიერთობა დაალაგეს, სომხეთთან დაალაგეს, თურქეთთან ურთიერთობა აქვს, თողოთ არ აყმათ ნაფიცური. ყველაფერს კი არ უჯერებენ ერდოგანს. ისინი ხო? არმია შექმნეს. ალიევი ოფიციალურად დასცინის უკვე პუტინს. ხო ხედავ გამბოლო. ფაშინიანიც რევიუ ფაშინიანი კაცო. სომხები იქაც ჩადიან ირანში გასვენება, მაგრამ იძულებული არიან და სომხეთი უფრო მიმმულე ჯერთი ესაზღვრება ირანს. და მთელი ამ უბედურების გარშემო, რასაც ყარაბაღის კონფლიქტი ერქვა, ირანი იყო სომხეთის მოკავშირე. ირანიდან ძალიან ბევრი რამე შედიოდა, საჭმელი შედიოდა, სასმელი შედიოდა. ირანის ახლა ვერ დავადასტურებ, თურქეთის ამბავში რაღაცა ჯვარედინი ამბავია, ხო? აზერბაიჯანი თურქეთთან და ირანის სომხეთთან ერთმანეთთან. ხო, მთელი ამბები ახლა მან ნუ წავალთ ახლა. რისით? ის არის, ხო? ნახე ბიჭო, როგორ ჩვენ სადა ვართ? ჩვენ ვინა ვართ ჩვენ საერთოდ? ერთი უწიგნური, გაუნათლებელი კაცი მართავს ქვეყანას. აი, მაგაზე მინდოდა. რომელიც არის შიშებში, ფობიებში, არის ურწმუნო, არც ვეფხისტყაოსანი აქვს საკითხული, არც ბიბლია აქვს გადაშლილი და არც ისა რა ქვია, საღვთო წიგნი. ეტყობა ბედი ქართლისა გადაშალა და იქ რო არის ფრაზა იქნება დროა სოლომონ რომა. შვიდობა ნახოს საქართველოსაო. ისტორიაში როგორც ბიძინა გადაუშლება. მე გეტყვით მაგაზე მაქვს საინტერესო აზრი და თუ დამეთანხმებით მაინტერესებს. აი ხა ჰიპოთეტურად რო დავუშვათ, რომ ერეკლე ხო ედრებიან. ერეკლე მეორე ადგილზე რო ყოფილიყო კობახიძე და ინგილოქავს რო ქლიავი გადმოეყარა თავზე 2-3 წლამდე ციხე ჰქონდა გარანტირებული. ესე მგონია მე. კაი ვარიანტი.
ხო, რომ წარმოგიდგენთ რომ ვიდის რაღაცა ისეთ უჟასებს ყვები. არა, ერთი აი კიდე ძალიან საინტერესო არის. თქვენი აზრი მაინტერესებს აი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და ბადრი პატარაკაციშვილთან დაკავშირებით გია ხუხაშვილთან მქონა ლაპარაკი და კიდე ვინ იყო, ვინავო და მოკლედ საერთო ჯამში ისეთი საბეჭდილება რჩება, რომ ბადრი პატარაკაციშვილი და ბერეზოვსკი რაღაც მომენტში აი 2000-იანების მიწურულისკენ ცდილობდნენ საქართველოს ესე ვთქვათ ხელში ჩაგდებას მე პუტინთან სავაჭროთ და რაღაცა ეხლა რომ უყურებთ ივანიშვილიც რაღაცა დაახლოებით ეგეც ცდილობს. ან შეიძლება ცდილობს რა ქნა. ხო, ქნა კიდევაც უკვე შეასრულა რა. ხო და აი რა შეიძლება რომ ეშველოს ამ ქვეყანას რა ესეთი შემოტევები ალბათ კიდე გვექნება. ანუ როგორ შეიძლება დავანახოთ ადამიანებს ის რომ საქართველო არ არის მადაგასკარი, კუნძული, იზოლირებული, რომლის ყველაზე ძლიერი მეზობელი არის მოზამბიკი. მადაგასკარის. ჩვენ ყოველთვის ვიყავით უპირატესი ძალის მქონე ქვეყნების გარემოცვაში, მაგრამ ეს არ ნიშნავდა რომ განწირულები ვიყავით. ჩვენ მქონდა რამოდენიმე უპირატესობა, რამაც მოგვიყვანა დღემდე. პირველი ეს არის გეოგრაფია, კავკასიონის ციხესიმაგრეა კავკასიონი. საწყალი უკრაინელებს 1200 კილომეტრი უკავიათ ახლა და მანდრო კავკასიონი მონაკვეთში რო ჭირდებათ ერთი ბრიგადა უნდა ჩააყენონ ხო საქართველო ადვილად დასაცავი ქვეყანა იყო ახლა 100 კაცი კეტავდა იმას ხეობას და ვერ შემოდიოდა თემურლენგი ვერ შემოდიოდა თემურლენგს ინდოეთი ყავს ბიჭო ისა დამარცხებული 6 თვეში დაიპყრო ინდოეთი 18 წელი ებრძოდა საქართველოს რატო იმიტომ რომ ადვილად დასაცავი ქვეყანა მერე ქონდა სახელმწიფო სტრუქტურა ანუ ფეოდალიზმი ახ მაშინ ფეოდალიზმი იყო ფეოდალიზმი რა არის გადანაწილებული არის უფრო მოსილები ბევრს ეშლება ესა რომ ქართველი ხალხი იბრძოდა ხალხი იშვიათად იბრძოდა გლეხკაცობა მუშაობდა შრომობდა და იბრძოდა არისტოკრატია უმეტეს წილად აზნაურობა აზნაური არის სამხედრო კასტა რაც იყო სამურაი იაპონიაში რაც იყო ევროპაში ხო ესა და თავადობაც მაგრამ თავადობაც შეიარაღებული რაზმები ყავდა პროფესიონალური კასტა იშვიათად გადიოდნენ ომში გლეხკაცობა ახლა მარავდაში რო შემოვიდნენ მაშინ მარავდაში გლეხკაცობა გავიდა ბევრი დაიღუპა იქა მარტყოფშიც გლეხკაცობა ომობდა ხო იქ საერთოდ სასულიერო პირებიც გავიდნენ ხო ახლა დავითმა შექმნა პროფესიონალური არმია იქ ახლა გლეხკაცობა გაწვრთნილი ჯარი ყავდა იმან ახლა სასწაულები აკეთა სოფლიო სამხედრო აკადემიებში ასწავლიან მცირე ძალით დიდი ძალის დამარცხების ერთ-ერთი კლასიკური ნიმუშია დავითის რეფორმები, სამხედრო რეფორმები. ახლა დავით აღმაშენებელი არის გამონაკლისი, დავანებოთ თავი. ხო? ჩვეულება რა იყო? მაგარი გეოგრაფია, ისა სამხედრო კასტა, რომელსაც ევალ გლეხი რო ყავდა იმას, ჩვენთან რატო იყო პატრონყმობა, რას ნიშნავს და არა მუჟიკივით რო იყო რუსეთში რო საქონელი იყო გლეხი. ესაა ქვეყანა, სადაც გლეხი მეფე შენობით ელაპარაკებოდა. საჩივრები არსებობს მეფე ერეკლეს მიმართ გაგზავნილ გლეხების. საჩივრებს წერენ მეფესთან. რო აი ამან წყალი მომინაცვლა, ამან მიწა მომინაცვლა, ამან ღობე გადმოწია. ეს არის კლასიკური მაგალითი არის, რომ ისა მეფეო, ის საქონელიო მომპარესო ლეკებმაო, ერეკლეს უთხრა ერთმა გლეხმა, რატო მოგპარესო, მეძინაო, დამეძინაო. რატო დაიძინაო, იმიტომ რომ მეგონა რომ შენ გეღვიძაო. მეგონა რომ სამართალი იყო და შენ დამიცავდეო. მიდი ახლა გამგებლის მოადგილეს გაუბედოს ვინმე რაიონში ამის სიტყვა. ხო არა, ვინ გაუბედოს? აი პასუხისგებლობის აღებაზე როცა მიდის ლაპარაკი იქნება ეს კალაძე და შერწყვა ამის მერე მეფე ერეკლეს შერწყვა იმ გლეხის. ეს პოლიტიკური ჯგუფი თავის ტროლების ხელით აი ხარ ახლა გეკითხეთ ეს სამი რამე დავასახელთ და საფრთხო წერილი ქრისტიანობა. ერეკლეს რო ეთქვა რომ ყველგან ხდებაო. შეწირული ღმერთი, ჩვენზე შეწირული ღმერთი, ძეღვთისა, განკაცებული ღმერთი, იესო ქრისტე, მაცხოვარი ხსნელი ამაზე გაიზა ამისთვის იბძო ის ამასი არაგველი რატო შევიდა რატო დაწყდა იქა იმიტომ იცოდნენ რომ დიდი სოფელი არსებობდა საიქიო არსებობდა სასუფეველი არსებობდა ვახტანგ გორგასლის ანდერძი ეძიებდეთ სიკვდილსა ქრისტესათვის გადავლე ახალ ლევანდელ ხელისუფლებას საფრთხო წერილი აფერშვაში არ არის ამ ხელისუფლებას. ანუ 1/3 გამოვიდა. ახლა ვეფხისტყაოსა. არა, სანამ გადავალთ, სანამ ვეფხისტყაოსანზე გადავალთ. ხალებს ურტყამენ. და პორნო ვეფხისტყაოსანი დაგვიდგეს.
ეგ ცალკე თემაა. ხო, ის ექსპერიმენტი, ხო, და გენიალური. სანამ მაგაზე გადავალ. არის რაღაცა ნაწარმოებები, რაზედაც ხელისხლება არ შეიძლება. ვერ გადაიღებ, ვაჟაბშაველას ვერ თარგმნია. არ ითარგმნება. ისევე როგორც აი ჰომეროსი ილიადა, ოდისეა, რა ვიცი, ბიბლიის მერე ალბათ ეგაა ნათარგმნი. არ არის ის ძველი ბერძნული. არ გამოდის მაინც. ასე რაღაცები გენიალური ნაწარმოებები, რაღაცები იკეტება შიგნით. და ისენა უნდა ისწავლო თუ გინდა რომ ხო, თუ გინდა, გაიგო, უნდა ისწავლო, კეთილი უნდა ინებო თუ არა და ნუ თეორიებში ხარ რა. ხო, ისევე ვეფხისტყაოსას რა უნდა ვეჭვიქა რა. რა უნდა დაანებეთ ამ ვეფხისტყაოსას? ეს არის ინტიმური აქტი ვეფხისტყაოსთან, ანუ ინტიმური ასნი მარტო შენ რო გაქვს ურთიერთობა. ისევე როგორც ისა რა ქვია, საღვთო წერილი ქრისტიანობა რა, ინდივიდუალური ურთიერთობა უფალთან, შუამავალი არ აკავს. არ აკავს შუამავალი. მე მაქვს მასთან კონტაქტი, უფალსაც მხოლობიჩი მიმართავს ქართველი. მიშველეთ ბატონო უფალო, ხო არ ვეუბნებით? უფალო მიშველე, მიხსენი, მომეხმარე, გადამარჩინე. ხო, მიტევების უფლება გაქვს, ხო? ესე გაუშვით ახლა, საღვთო წერილი გაუშვით, ხო? თვალის-თვალისწილ საღვთო წერილი ორია, ერთმანეთის გამომრიცხავი, ხო? არის მოსე და არის იესო ქრისტე, მოციქულები, ხო? ერთმანეთს ბევრ რამეში გამორიცხავს. ვეფხისტყაოსში როა ნათქვამი, შიში შეიქვ სიყვარულსა, ცოტა გაუგებარი ამბავია, ბიძინამ გაიგო რომ გავლახავ და შეუყვარდები. არა, ბიძინა, არა. ძველი აღთქმაა და ახალი აღთქმა. ძველი აღთქმა რა არის, რომ მოსეს დროს უნდა შეგაშინო, იმიტომ თვალს რო თხრი, ჩენც ამოგთხრი. და დანაშაული აღარ არის უკვე. ცოდვას ჩაიდენ ცეცხლის წვიმა მოვა. მაგრამ ქრისტე რომოვიდა ახალი აღთქმა, ამიტომ ქვია იმას, რომ დანაშაული მარტო თვალის ამოღება კი არ არის. არც უნდა გაიფიქრო, რომ იმას თვალი ამოუღო. ბრუშობა ხო რა, ძალიან ძნელია მისაღწევად ეს ქრისტე, აბსოლუტური ქრისტიანობა არის იშვიათობა, მაგრამ ამას წმინდანებს ვეძახით ჩვენ, მაგრამ ჩვენ ვიცით რა არის იდეალი. დანიშნულების ადგილი. ხო რა, ქრისტიანობა პირველ საუკუნეშიც მაგარი იყო. 21-ეშიც და 22-ეშიც მაგარი იქნება. ამაზე უნდა გკითხოთ რა. აი ქრისტიანობაზე რახან მივედით? ახლა ისტორია როგორ ვიცით ჩვენი? ამათ მეცე ბაშიაჩუ გონიათ ნამდვილი გმირი. ქრისტიანობაზე რახან მივედით ერთი წუთი? მაგაზე მინდა ძალიან კონკრეტული რაღაცა გკითხოთ რა. არა, თარგამაზესთან უარესებს შვებით ხომ? უარესებს შვებით. თარგამაზესთან რა ვშვები, გასულ. უფრო დიდხნიანი ისა გაქვთ ხომ? იქიდან კიმერელები და სკვითებიდან იწყებთ და იქ შადიხარ. ახლა იმგეს დაუყვები ახლა იქ სამაშკროთ. ხო და რა კითხვა მქონდა ხა? ქართული მორალური ღერძი ყოველთვის განისაზღვრებოდა მართლმადიდებელ ქრისტიანობასთან კავშირში. თუ არა პირდაპირ მართლმადიდებელი ქრისტიანობა განსაზღვრავდა. ეს რა თქმა უნდა ეხა ვახსენე. დავარქვათ ასე დიოფიზიტური ქრისტიანობა. ხო, კი ბატონო. ეხლა რახან ვახსენე წეგან რომ რაც გუბასანიკიძე მისისაუბრა FSB-ში ციციან თქო. ბუნებრივია რომ იქ ბევრ რაღაცები არიციან ის რაც მე წვიცი. ეგ შეიძლება. მაგრამ ქრისტიანობას რა როლი აქვს საქართველოს ისტორიაში იციან დარწმუნებული. ხო, ამის აქედან წამოვიდა რომ ჩვენ ერთმორწმუნეები ვართ და შეიძლება კი თავში გირწყავთ ხანდახან და გაგჟლიტეთ და ასე შემდეგ, მაგრამ ის უფრო მნიშვნელოვანია. აქედან წამოვიდა რაღაცების გაუკუღმართებული გაგება და აქედან წამოვიდა აუცილებლად ხო, რომლის და კონკრეტული დამადასტურებელი ის რო არ ქონდეს ახლა რაღაცა საუბრის ჩანაწერი ან ვიდეო ჩანაწერი, რომ მუშაობენ და უნდათ რომ ქართული ეკლესია მათ თარგზე იჭრებოდეს რაღაცები ქართული ეკლესია არა თქვა. არა, საპატრიარქო, ბოდიში. მართალია. ხო, საპატრიარქოში მართლმადიდებლურ საპატრიარქოში რაღაცები ისე კეთდებოდეს როგორც რუსეთსაც ყოფს. ეს სურვილი აქვს. აქამდე რაღაცებს პირადი რეიტინგი დავარქვათ თუ პატივისცემით თუ ასე შემდეგ ილია მეორე რაღაცებს აბალანსებდა. კი. მაგრამ დღეს გვაქვს ცოტა განსხვავებული რეალობა, ხო? აი ამ იგივე ხა რაც გაუკუღმართებული რაღაცები რო ხდება, რო ვიგებთ, რომ აი მორალურად რო არასწორია ქართველისთვის. სულ ხოლმე განსდა რომ აი ამ დროს ხა გამოვა საპატრიარქოდან ვინმე და იტყვის, რომ ქრისტიანულად ეს ასე არ არის და უნდა იყოს ასე, ის არ უნდა ცემო და უნდა მიუტევო ასე. თითქოს მე მოვისაკლისებ ამას მათი მხრიდან. თქვენ როგორ უყურებთ რა არის ამის მიზეზი? მე მგონია რომ ახლა ჩემი საკამათო შეფასება შეიძლება ვთქვა რომ ასე ახლოს
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ესე რომ ვთქვა, ასე ახლოს არც ერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა მაშინ მოქმედ ხელისუფლებასთან, როგორც ახლა არის. და მე ეს გონია პრობლემა. არ არის ეგ ზოგადად ეგ პრობლემა ეკლესია სახელმწიფოსთან რო ახლოს არის, ეს არ არის პრობლემა, ეს ახლა მარტო პარტიას გულისხმობთ სახელმწიფოს. მშვენიერ შეკითხვა არის და მოდი გავშალოთ ეგ თემაც ახლა. მაცხოვარს აქვს ნათქვამი, რომ ღმერთის კეისარს კეისრისა, ღმერთს ღმერთის. კი ბატონო. ანუ მაცხოვარმა გაყო ორი ხელისუფლება. ანუ ჩვენ მოკვდავებს, მორწმუნეებს, ქრისტიანებს, მრევლს გვაქვს ორი ცხოვრება. ერთი არის საერო, მეორე არის სასულიერო. კი ბატონო. საერო რა არის? საერო იწყება თვალს რომ გაახელ დილით, უკვე საერო იმაში ხარ ცხოვრებაში, შვილები, მეუღლე, მე გამოდიხარ, მოდიხარ, მეზობელი შეგხვდება, ხერხჩამოართვე, იმასიზა, მამასიზა, გადასახადს გადაიხდი, ვიღაცასთან გაბრაზებული ხარ, ვიღაცასთან არა, რაღაცა ესაა საერო ჩვენი ხელისუფლება, ხო? ჩვენი პირადიც და საზოგადოც, სოციუმში როგორ ვიქცევით, ხო? ახლა მხეცები ხო არა ვართ, ხო? მაგრამ არის გარდა ამისა საკრალური, ანუ დაფარული. ეს არის ჩემი და უფლის ურთიერთობა. და მაცხოვრმა გითხრა, ამ ორი ცხოვრებით იცხოვრეთ და ისე ქენით, რომ ეს ორივე არ დაუპირისპიროთ ერთმანეთს. ქრისტიანობა ხო საბოლოო ჯამში რა არის ძალიან მარტივად რო თქვა. არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთო. გადასარევია, აწყობილია ყველა. აი ეს საერო პირები რამდენად უნდა იყოს სეკულარული სახელმწიფო? ახლა რა რამდენად უნდა იყოს? ეკლესიის, რა ქვია, ეკლესიის და ეს მოსული ამბავი ასევე ნათქვამი არის, რომ ყველა ხელისუფლება არის ღმერთისგან. აი ესეც უგუღმა ესმით აქ, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, მათ შორის კაციჭამია ხელისუფლებაც უფალმა ასე თავისი არა ეს რას ნიშნავს? ყველა ხელისუფლება არის ღმერთისგან, ნიშნავს, რომ შენ თუ კარგი ხელისუფლება გყავს ღმერთისგან, უფალი გაჯილდოებს შენ წესიერებისთვის, მაგრამ ცუდი თუ გყავს. სასჯელია? სასჯელია შენ. ჩვენ ხო ყველაფერი უყუღმა გვესმის. არაფრის მნიშვნელობა არ ვიცით. სამწუხაროთა ყველაზე არ არის საუბარი, მე ვიცნობ ფანტასტიურ, ძალიან განათლებულ და მაგარ მორწმუნე სასულიერო პირებს, განსაკუთრებით ბერებში. ხო? მაგრამ არიან სასულიერო პირები, მე როცა ვამბობ, ბევრი ეს ნიშნავს, ბევრი ნიშნავს რაღაცა ნაწილს და არა ყველას, ახლა რაღაცას რო ვამბობ, ჩვენ ყველას არ გულისხმობ. პოლიციაზე თუ რაღაცას ვიტყვით, საყვედურს ეს არ ნიშნავს ყველა ასეთი. მაგრამ ტენდენცია არის, ხო, რომ პოლიცია არის პობის პროცესში. პოლიცია არის კრიმინალთან შედუღაბებული და ამიტომ დავარქვი მე პოლიციას, ტონტონ მაკუტები ჰაიტის დიქტატორმა ჯუვალიემ შექმნა ორგანიზაცია ქვეყანა რო ეკონტროლებია ქუჩის ბანდიტები და პოლიციელები ერთ ორგანიზაციაში გააერთიანა და თანამშრომლები ერთად აღაჩაღებდნენ ხალხს და იმას და ტონტონ მაკუტები ერთი ეგ არის გაკეთებული. რა თუნდა ამას ლაპარაკი საარჩევნო ყუთთან გარე პერიმეტრზე დგანან პოლიციელები და იმის გარეთ კიდე პრესტუპნიკები. ერთად არიან პრესტუპნიკებამდე ბევრი უკლიათ მაგას. მაკუტები ხართ და შეგვიძლია შევამოკლოთ და მაკუტები დაუძახოთ. უფრო მეტად არ შეამოკლოთ. ვინც მიიღებთ საკუთარ თავზე, აი ისენი ხართ ზუსტად, ვინც არ მიიღებთ და პატიოსანი პოლიტიკოსები ხართ. გაგიმარჯვეს პოლიციელები ხართ, ღმერთმა გაგიმარჯვეს, სხვათა შორის. ყველაფერი თავის ადგილზე, სიტყვა მიდის თავის ადგილზე. ვინც ახლა გამწარდება ჩემზე პოლიცია ლიზა ტონტონ მაკუტე. კი, ხედავ ხოლმე ეგეთებს პრივატ მესიჯებში შემოდიან ხო წლებში დაკანტრები და რას მოაყოლა ხო ესა ეკლესიის და იმის ურთიერთ ახლა ბიზანტია იყო ასეთ კათოლიციზმი სხვა რამე ხო პაპი სხვა რამე იყო მეფეები ყავდა გაგდებული წეხვქვეშ ძალიან ხშირად მაგრამ ბიზანტიაში აი შეზრდილი იყო ხელისუფლება ამას ქვია ბიზანტიური ქრისტიანობა აი რუსეთი არის ჩვენი ერთმორწმუნე ახლა გეკითხებით ვინც ასეთვლით როგორ არის რუსეთი ჩვენი ერთმორწმუნე ქრისტიანობა ხო არის შეურიგებლობა ეშმაკთან სიბოროტესთან კერპთან კერპის თაყვანისცემასთან ხო გამორიცხულია არავის არ უნდა სცე პატივი არ უნდა ეთაყვანო არავის უფლის გარდა ხო გეკითხებით ძვირფასო რუსეთის მოყვარულო ერთმორწმუნე ქართველებო ახლა მოგმარტე ესაა ხო კამერა მოსკოვში წითელ მოედანზე არის ლენინის ძეგლის აკლდამა
და დევს გვამი. იქვე დაახლოებით 200 მეტრში არის ნეტარი ბასილი ნეტარი, სხვათა შორის კაბადოკიელი იყო, ბასილი დიდი სახელობის ტაძარი არის. ახლა გეკითხებით, რანაირი ქრისტიანული ქვეყანა, როცა მთავარ მოედანზე დევს გვამი ბომონის, კერპის და ვერ გააქვთ. რაში ჭირდება? რა უყონა? ლენინის გვამი რაში ჭირდება? ქრისტეს მართვა იყო ეს ბოლშევიზმი, კაცო. ეს პატრიარქი რო ბომბებს ამურცხდება, გადაშალეთ ხალხო და წაიკითხეთ, ყველაფერი წერია. ესმის, მაგრამ აი პოლიტიკურად ხო რაღაცა სჭირდებათ. ახლა რატო ტურისტული ატრაქცია თუ რაღაცა იდეოლოგიური ზემოქმედება. ჭირდებათ, მაგრამ ისევ ვეღარ მარხავ. არიციან რა უყო. ეხლა სტალინი უფრო ჭირდებათ მაგ მავზოლეუმში, ეხლა რასაც აწვევიან. ძალიანად შეიძლება უნდოდეთ და დიდი ხანია ჯერ კიდე ელცინის დროს უნდოდათ გატანა გვამის. მაგრამ ამბავიო. თუ რაღაცა მოყვება ამას რა. იმიტომ რომ წარმართულია ეს აი რუსეთი ძვირფასო მეგობრებო, ახლა როგორი ჭრელი კი არა და ეკლექტური ქვეყანა არის, სიმბოლიკა რუსული ავიღოთ. გერბი აქვს რუსეთის იმპერიის ორთავიანი ვარშავის არწივი, რომელიც ბიზანტიის იყო, მანამდე თურქების იყო, რო იცოდეთ. სელჯუკების დროშა იყო. ბიზანტიის ეგ არწივები? ორთავიანი არწივი, ცისფერი დროშები ჰქონდათ სელჯუკებს. ხო და ყაზახეთის დროშა მიდუ არ ცისფერი. ესე იგი რუსეთის იმპერიის გერბი აქვს. საბჭოთა კავშირის სიმბოლო. საბჭოთა კავშირის დროშა აქვს სამფეროვანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ითვლებოდა მოღალატეების დროშად, ვლასოვის არმიას ჰქონდა 8 რუსკაია освободительная არმია, მილიონი რუსი იბრძოდა იქ ვლასოვის არმიაში, ხო? მაგ დროშით რო ეპოვნე 40-იან წლებში, 60-იანში, 70-იანში და 80-იანში ბელამურ კანალს აგაშენებინებდნენ მარტოს, ხო? ესე იგი გერბი აქვს იმპერიის, ჰიმნი აქვს საბჭოთა კავშირის, დროშა აქვს მოღალატეების და ქვეყანას მართავენ მორწმუნე ბოლშევიკები. ესენი ეკავედეშნიკები არიან, ხო? მორწმუნე ბოლშევიკი ხო გაუგებარი ამბავია. ბოლშევიზმი იყო ებრძოდა ღმერთს, ღმერთთან ისა მებრძოლები იყვნენ რა. რაზმები ხო ყავდა. რაზმებს კონკავშირლებს დარბოდნენ, მოწამეთიდან გამოიტანეს ისა ძვლები იმისი დავითი და კონსტანტინეს და არაკუნებდნენ ას ერთმანეთზე და აბა მიქნას რამე მიქნასო თუ სასაული არისო და ერთმა გლეხმა უთხრა მოწამეთებმა მეტი რა უნდა გიქნას გაგასრულებდა უკვე. მაგრამ აი ეგეთი ღია პრორუსები და რუსების რანაირი ერთმოწუნეები ხართ, რანაირი ერთნაირები ხართ. გვამი დევს აკოთებული გვამი ანტიქრისტესი, რომელმაც 10,000-ობით მღვდელი ამოწყვიტა, 10,000-ობით ეკლესია დაანგრია, მოსპო გაანადგურა, სისხლში აბანავა და პატრიარქი აკურთხა აშიმშილა. ხო? და იქუდევთ კიდე და ხელს არ კიდებენ და რიგებია. და ის არქიტექტურა არ გეცნობათ, ეს არის ზიქურათი. ბაბილონის კედელი რა არის ზიქურათების შუამდინარე მესოპოტამიური არქიტექტურა. ყველაფერი იცოდნენ ბოლშევიკებმა, რასაც აშენებდნენ, კაცო. ეს იყო ანტიქრისტეს ხელისუფლება. ანტიქრისტეს ხელისუფლება იყო. და იმის მიმდევრები არიან ისენიც და ესენიც. და აგერ ახლა ნახავ, გადაცემებია, პოდკასტები არის. კონსერვატორია კაცი იძახს კონსერვატორი ვარ და გვერდზე უზვის სტალინისტი. და ერთად არიან. ხო, აი რანაირად მოხდა? რა ფოკუსებს ატარებთ? მაგის ამოხსნას ვთილობ, რომ კონსერვატიზმი როგორ დაუკავშირდა რუსეთუმეობას. უფრო საინტერესოა, რომ ეგ ესე სიმბოლო იმპერია, დროშა მოღალატეების, ჰიმნი ისა საბჭოთა კავშირის და მართავენ ისა მორწმუნე ბოლშევიკები, მორწმუნე ათეისტები, ხო. აი ეს არის. აი ამნაირი ისა გაქვთ, ფაფა გაქვთ თავში რა. აი ეგ ადგილი, ეგ ველი, რატო როგორ მოხდა, რომ დაიკავეს პრორუსმა აგენტებმა. ანუ მე ხო გახსოვს, რომ ვთქვი, დუგინის ისამაკ მოსპენი ძველი თქო. ჩვენი ის უნდა იყოსო მიზანიო ქართველი კონსერვატორები, იმიტომ კი არა რომ ისინი მოღალატეები არიან, იმათ დავაჯერებთო. მე მგონი ძალიან ბევრი ჩვენი მაყურებელი ამას და წლებია მე ვაფიქსირებ ამას, რომ ნუ ვაძლევთ ამ დროშას ამათ. იმიტომ ერთი პერიოდი
საქართველოში ისე როგორც სოფლიოში გალაღებული იყო ეს ნეოლიბერალიზმი, ლიბერალიზმი პატივს ძველ მე-20 საუკუნის ლიბერალიზმს. ვოუკიზმს გულისხმობ? რა თქმა უნდა. აი ახალი ეს ნეოლიბერალიზმი რაც ყველაფერი დამახინჯებულია, კონსერვატიზმიც, ლიბერალი, ყველაფერი იზმი დამახინჯებულია, იმიტომ რომ როგორც წესი მარტო საქართველოში კი არა, სოფლიოში ამ დიდებულ და დიად იდეალებს სათავეს ჩაუდგნენ უნიჭო და გაუნათლებელი ხალხი. 21 საუკუნეს დაუკვირდით ხალხო, უკვე მეოთხედია გასული, ხო უკვე, ცოტა არ არის. საუკუნემ რაღაცა უნდა შვას, ვიღაცა უნდა არც ერთი დიდი ფილოსოფოსი, არც ერთი დიდი რელიგიური მოღვაწე, არც ერთი დიდი კარგი მუსიკა არ დაწერილა. კარგი ლექსი არ დაწერილა, კარგი პოემა არ დაწერილა, კარგი ფილმი არ გადაღებულა, არაფერი არ ხდება. იმიტომ რომ საერთოდ ეს მარტო ჩვენ კი არ აქვს, მთელ მსოფლიო დაცემა არის, კულტურული, ცივილიზაციური დაცემა არის. ეს არის იბნ ხალდუნის ისა კლასიკა. ეს იყო დიდი არაბი სოციოლოგიის მამა რა. მუსლიმი კაცი უნიჭერეს იმას აქვს რომ ისა კარგი დროება შობს სუსტები შობენ ცუდ დროებას, ცუდი დროება შობს ძლიერებს და ძლიერი შობს კარგ დროებას. ასეა, ასე ტრიალებს სულ. ჩვენ რაღაცა არ გამოგვდის ეგ ამბავი, ეგ ციკლიდან. გამოგვივა რა. გამოგვივა ჩვენ გამოვალთ ჩვენ მე ერთი რამე ვიცი, ჩვენ ვართ აი ფოლადის ხალხი. ფოლადის 3000 არ არის ხალხო, ამდენი ხნის ერები არ არსებობენ სოფლიოში. დებიან, ქრებიან, ისპობიან. ჩემთვის მაგალითად სანიმუშოარ სულ ქართველებს და სომხებს ურთიერთობა. 3000 წელი ერთმანეთის მეზობელი ორი ხალხი თქვენ უკაზე ვერ მოძებნეთ. ვერ მოძებნეთ. არიან ძველი ხალხები, ხო? მაგალითად ბერძნები, იმ ძველი ბერძნები შორეული შთამომავლები, ხო? მათ გვერდზე ცხოვრობდნენ ილირიელები, თრაკიელები. დიდი ხანი ჰქონდათ ურთიერთობა, ის ორი აღარ არის უკვე. აღარ არის. აი ებრაელები, ხო? მათ გვერდზე ცხოვრობდნენ ძველი ეგვიპტელები, ასურელები, ქანაანელები, ფინიკიელები. ებრაელები კი არიან, მაგრამ ესენი აღარ არიან. ხო და რა არის ისე აი რამ გადაგვარჩინა ჩვენს სომხებიც, ებრაელებიც? კოდექსი და ბრძოლის უნარი. თემურ ლენგი რო შემოდიოდა, მან იცოდ მას უთხრეს, რომ ეს არის ძალიან რთულად დასაპყრობი ქვეყანა, იმიტომ რომ თავდაცვის სისტემები თქვენ თუ გინახავთ საქართველოში როგორ ერთის წვერზე, სასიგნალო კოშკები და რუსები თუ ნახავთ. ციხესთან ათიკაცი რო დაღუპულიყო, იღუპებოდა ის ჯარი. ჩვენთან რატო შეხედა დამპყრობელს აქვს ორნაირი მოქცევა შენს მიმართ, ძლიერ აგრესიულს. არიან კულტურული დამპყრობლები, რომლებიც ცივილიზაციურ ექსპანსირებას გიკეთებენ, ხო? მაგალითად ბიზანტია იყო, კი გვებძოდა, მაგრამ მაინც კულტურული იყო ეს ექსპანსია, რომელიც გაგვაგდა ჩვენ ახლა კარგია, ხო? რა პირიქით მივიღეთ, ხო? რა ჯობია კულტურულ ცივილიზაციებთან ურთიერთობას, ხო? მაგრამ რო შემოდის, ჯერ ცდილობს რომ მოგსპოს. გაგანადგუროს თან ჩვენ აზიიდან ვინც მოდიოდა, აი რო არის ევროპა როზძულთ და აზიისკენ რომ მიდევენ. დამისახელეთ ევროპელების ექსპანსია არის ჩვენს წინააღმდეგ. ჯვაროსნული ლაშქრობები. ჯვაროსნული ლაშქრობებმა გადაგვარჩინა ჩვენ დავით აღმაშენებელმა რო გაბედა ხარკის ისა შეწყვეტა და მერე სამხედრო რეფორმა და სული რომ მოითქვა და მერე დიდგორი მოიგო. იმიტომ ქნა ეს რომ ჯვაროსნები შემოვიდნენ იქა. ბნელებო ამ შემთხვევაში მაშინდელი ნატო იყო ფაქტიურად, ხო? აბა რა იყო? აზიაში არის და ევროპელ ლიბერალებში ცუდათაა შეფასებული, რომ ჯვაროსნები იყვნენ ისინი, მტაცებლები. რა მტაცებელი იყოს უყველა და დღესაც მტაცებელია ადამიანი. არ წავიდნენ მეფეები, ჰერცოგები, ბარონები, ისინი მიდიოდნენ ფიცდებდნენ რომ დაიხოცებოდნენ იქ. რატო? იმიტომ რომ აღარ იყო საშველი აღმოსავლეთის ქრისტიანებს გადაუარეს ჯერ ფატიმიდებმა და მერე იმან, რა ქვია, სელჯუკებმა. იერუსალიმის პატრიარქ გამოათრიეს სელჯუკებმა, წვერით ახათხუნებიეს თავი იმაზე, რა ქვია, კედელზე. და რატო უნდა მოეთმინათ იმათ ეს? და მაგითი მოვითქვით, საქართველოს აქვს ორჯერ წარმატება მიღწეული სახელმწიფოებრივად, როცა ძლიერი იყო. ეს იყო სხვათაშორის ათასწლეულების დასაწყის კარგად აგვაქვს დაცდილი. პირველ მეორე საუკუნეში იბერიის სამეფო, ფარსმანების სამეფო.
რატომ რომის მოკავშირეები ვართ? ერთგული მოკავშირეები მათი და ისენიც ჩვენი ერთგული მოკავშირეები. რომელებმა იცოდნენ სიტყვის შენახვა, რომელებს ომებს რო იწყებდნენ, სულ იწყებდნენ მოკავშირეების ინტერესებისთვის. თქვენ ახლა მე galava რომის ისტორია ვერ ნახავთ, როცა რომაელები ხელშეკრულებას არღვევენ. სხვა არღვევს. ან არღვევიებენ. ეს სხვა თემაა. კასაბელი. და მეორე, მე-11 და მე-12 საუკუნე კარგად დაცდილი რა ჯვაროსნები, ორჯერ ევროპი, ძლიერი ევროპა. კაი, ერთ თემაზე მინდა და კიდე რაღაცა კითხო. კი ძალა, ეხლა გიო, მაქცევარის სულ მოდიოდა უმეტესილად აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან, ხანდახან ჩრდილოეთიდან, რა ჩრდილოეთს ვაკონტროლებდით, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი საზღვარი როცა გიორგი ზაქიჭამიანს რო უთხრეს რომ არ გახსნა მეფეო კარიბჭე დარიალი გულისხმეოდა რუსები არ შემოუშვაო არ გახსნა კარიბჭე არ შემოუშვა მაგენმა წასვლა არ იციან მერეო რუსებმაო მაშინ თქვა ზაქიჭამია ეძახი მან ახლა როგორი რაღაცა თქვა ახლა უფლისნებით გაიხსნება ეს კარიბჭეო და დრომო უფლისნებით დაიხურება ეგ დარიალის ეგ გზა ვისი გაკეთებულია არაფერი ბუნებრივად იყო ხო? კაი, ანუ ჩრდილოეთიდან ჩვენსკენ აი რატო ეძახო დავით აღმაშენებელზე ის ჯვაროსნები რო წერენ რომ ის არის რა გოგი და მაგოგის კარიბჭე უკავია გოგი და მაგოგი არის ეშმაკისეული ორი დიდი ხალხი რომელიც მეორე მოსვლის დროს დაგვესხმება თავზე სხვათა შორის ისლამშიც არის გოგი და მაგოგი ისლამიც აღიარებს ამას და მე მოდი ისლამში სხვათა შორის იესო მეორეჯერ მოდის ისლამი აღიარებს იესოს როგორც მის მეორედ მოსვლას. ჯვარც მას არ აღიარებს მარტო ისლამი და მის ღმერთკაცობას არ აღიარებს. განჩენს ყველა. მაგრამ ეს კარიბჭე ეჭირა რატო ეძახონდნენ ბაგრატიონებს ეძახონდნენ რომ მაგენს უკავიათ გოგი და მაგოგის კარიბჭე ჩაკეტილი აქვთ. რატომ? იმიტომ რომ რუსეთის ტერიტორია ითვლებოდა რომ გოგი და მაგოგის ტერიტორია. კარგი. და ამიტომ ეხმარებოდნენ რომ შემოდიოდა ეს დამპყრობელი ხო თუ ვერ დაგიპყრობდა მე მეგობრობას ცდილობდა შენთან იმიტომ ვერ ჩვენ ვიყავთ კრაზანის ბუდე ვიყავით ხო და ეხლაც ეგრე ხო არ არის ახლაც ეგრე ფიზიკურად ბიჭო 3 მილიონი ძნელი მოსარევია არ არის ხა ეგრე ფიზიკურად შენობა შეიძლება დაანგრიო მაგრამ ხეობებში რას თქვით უნდა ჩვენ ხეობებით გადავრჩით და გადავრჩებით მომავალში და არა ეხლა კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური ყველანაირი ექსპანსია გვაქვს რუსების აქ. ვერაფერს ვერ შვებია. შენზე იმოქმედა? არა, ჩემზე ვერ იმოქმედებს, მაგრამ არ ჩემზე ვერ ვარ სხვათა შორის. კაი, ერთი რაღაცა. უმრავლესობა ჩვენ. გამოჩნდა. ეხლა ამაზე სხვათა შორის ამათი ეგრეთ წოდებული ერთმორწმუნეების რიცხვი კლებულობს რა. კლებულობს და ძალიან ცდილობენ რომ არ მოხდეს ამათი დაკავშირება რუსებთან. ერთი საქმე მაინც მითხარი, სულ ესეთი ისაა ხოლმე რომ ესეთ კითხვას სვამენ სტროლები რომ ერთი რამე მაინც მითხარი, რაშიც ქართული ოცნება რუსულ საქმეს აკეთებს. ანუ აი ეგ ხაზი აქვს რომ მან როგორც კი კავშირი მოხდება, მან ჩამოეშლებათ ყველაფერი საერთოდ. მაგას ცდილობენ რომ აი ახლოს არ გაიკარონ ეს რაღაცნაირად. ესეთი თემა რომელზეც რო არ ვიციან ცუდი რა. ცუდი რა არის? კი. ამ თემაზე რო არ ვკითხო ხა არ გამოვა რა და თან ერთმა კარგმა ადამიანმა მთხოვა როცა მაგ თემებს შეეხებითო ტერიტორიული მთლიანობისო განსაკუთრებითო იქნება ეს თემას გაიაროთო რა როგორც კი ახსენებ საკითხს რომ რუსეთს აქვს ამ წუთას შენი ტერიტორიები ოკუპირებული რუსეთუმეები თუ პროპაგანდისგან ტვინ შემცდარი ადამიანები ეგრევე ეს არის რუსული ნარატივი რომელსაც შემოაგებებენ თურქეთი ოკუპანტი არ არის სომხეთი ოკუპანტი არ არის შენი ტერიტორიების აზერბაიჯანი არ არის ამას რა პასუხს გასცემდით და ესეთი საინტერესო შეკითხვა დამისვა ერთმა ბიჭმა რომ როდიდან უნდა ავითვალოთო ჩვენ ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა რა არისო იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდაო რომ დავით აღმაშენებლის დროს რა ტერიტორიაც იყო საქართველოს იმას დავარქვათ საქართველოს გამოდის რომ ვიღაცის ტერიტორიული მთლიანობა უნდა ხელყოთო ვიღაცა იტყვის მონღოლი რომ ჩვენ საუკეთესო წლებში რომ როგორც იყო მონღოლეთის ტერიტორია ეგრე მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ხო დაწერა იმან რო თქვა პუტინმა რომ რუსეთი არის იქ სადაც რუსი ჯარისკაცის ჩექმა არ მაშინ რომ ჩვენი არის ჩვენი არის თუ არისო ხო მაშინ ბოდიშმა ხო, აი ეს რა არის? ანუ რა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა? ეს ცოტა რთული კითხვაა, შეიძლება ან თქვენთვის მარტივი იყოს, მაგრამ საინტერესო ამბავია და აი ეს რუსეთი ოკუპანტი კი არის, მაგრამ ეგრე ყველა ოკუპანტია. აი ეს რუსული ნარატივია, ამას რაც დაუპირისპირებდით. აფერს არ დაუპირისპირებ, უბრალოდ განმარტებას გავაკეთებ. ძვირფასო მეგობრებო.
ძალიან ბევრს ეშლება ქვეყანა და სახელმწიფო ერთი და იგივე გონია. ერთ და იგივე არ არის. ქვეყანა ერთია, სახელმწიფო მეორეა. ქვეყანა შეიძლება იყოს უფრო დიდი ქვეყანა, ისტორიული ქვეყანა, რასაც ქვია. და სახელმწიფო უფრო პატარა იმ მომენტში. მაგრამ შეიძლება იყოს ქვეყანა უფრო პატარა, მაგრამ სახელმწიფო უფრო დიდი კონდეს. მაგალითად, დავით აღმაშენებლის დროს ქართული სახელმწიფო გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე ქვეყანა საქართველო. იმიტომ რომ დავითის სამეფოში ცხოვრობდნენ სომხები, შირვანელები, ლეკები, ჩრდილოეთ კავკასიელები, ოსები, აფხაზები, ჯიქები და მუსლიმური მოსახლეობა, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა მაშინ მუსლიმური იყო. ხო? და სხვათაშორის ამირა დატოვა, ოღონდ როგორც მერი იყო ქალაქის და მეტი არ. ხო? მაგრამ არის ახლა ქვეყანა საქართველო რა არის გეტყვით, ახლა მოგიხაზავთ და ამეთი მიხვდებით. საერთოდ ქვეყანას ერის ჩამოყალიბებას პირველი საზღვრელი, ბევრი საზღვრელები, 4 საზღვრელი ყავს, მაგრამ იმგეს დავანებოთ. თავარი საზღვრელი არის გეოგრაფია. ახლა ერთი ხალხი ორ კონტინენტზე ვერ ჩამოყალიბდება. ხო? გვერდ-გვერდ უნდა ვიყოთ მეზობლად, ხო? ქართველი ერი, თანამედროვე ქართველი ერი ჩამოყალიბდით 4 დიდი მდინარის აუზში. ეს არის რიონის აუზი, ეს არის ჭოროხის აუზი, ეს არის მტკვრის აუზი. ამ რუკას რო დახედოთ, აი მივხვდებით, ჩვენ თახო ვამბობთ აღმოსავლეთ საქართველო, დასავლეთ საქართველო, სამხრეთ საქართველო, ხო? აი ნახავთ რა, ძველი მესხეთ დიდი რაც იყო, ეს არის მთებით შემოკრული, დასავლეთ საქართველო ლიხის ქედი, ლაზეთის მთები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველო, რომელიც ასევე მთებითაა გარშემოკრული, მაგრამ ერთი პრობლემა ჰქონდა აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთით არ ჰქონდა ბუნებრივი საზღვრები, საიდანაც იყო სულ ექსპანსია. ყველაზე სუსტი წერტილი ჩვენი იყო ქვემო ქართლი და კახეთის მხრიდან, იმიტომ დაუცველი იყო და ამიტომ იყო კახელები რომ ომობდნენ, სულ და ქართლელები რომ ომობდნენ და ასე შემდეგ, ხო? მათ უწევდათ, სხვანაირად ვერ შემოხვიდოდი ამ ქვეყანაში. მონღოლებმა დაგვიპყრეს, მაგრამ დასავლეთ საქართველო ვერ დაიპყრეს. რატო? დავით ნარინმა ჩაკეტა ის ლიხი და მორჭა. ერთხელ შევიდნენ მარტო, ხო? ანუ ქვეყანა საქართველო იყო 3 ნაწილი, 3 სხეულისგან. ხო, ორგანოსგან შედგება 3 ნაწილისგან. დასავლეთი, აღმოსავლეთი, სამხრეთი. სამხრეთი დავკარგეთ დიდი ნაწილი. იმ სამხრეთ ანუ ჭოროხის საქართველოს 80% დავკარგეთ ჩვენ და დაგვჭა ახალციხე, ახალქალაქი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ხო? ესაა ქვეყანა. ამ ქვეყანაში შემოდიოდა აფხაზეთი. კი, ეთნიკურად იქ ცხოვრობდნენ ჩერქეზული მოდგმის ხალხები, მაგრამ პოლიტიკურად ძველი რომაელები და ბერძნები გვეუბნებიან ეს კოლხების და მე ლაზების სამეფოში შედიან. ანუ სახელმწიფოებრივად ის ჩვენი იყო. ხო? ახლა თურქეთი არის ოკუპანტი, ისევე როგორც რუსეთი. კი ბატონო, ისტორიული საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ჩაუვარდათ მათ. ჩავარდნის მიზეზი იცით რა არის, რატო წაიღე? გამარჯობა, ეგ არის კიდე. ოთარ შალიკაშვილის ღალატი და ჯაყელების ღალატი, ძვირფასო ქართველებო. ჯაყელების ღალატია. რო გადავიდა ოსმალეთის იმპერიის იმაში და საფაშო იყო სხვათა შორის ოსმალეთის იმპერიაში ფაშები ინიშნებოდნენ, სულთანი ნიშნავდა. ერთადერთი იყო ახალციხის საფაშო, სადაც გვარზე გადადიოდა. ანუ ისიც კი დატოვეს. ჯაყელების, ხო, მე იცვლება ხიმშიაშვილები იყვნენ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ამას დავანებოთ, ანუ ის დაიკარგა ქართველების ღალატით. კარგი, თანამედროვე მდგომარეობა. საქართველოს რესპუბლიკას ხო აქვს ხელშეკრულება დადევა ერთადერთი ჩვენი მეზობელი, ვისთანაც ტერიტორიული საკითხები გარკვეული დემარკაცია გვაქვს თურქეთს. გაკეთებული გვაქვს, ეს არის თურქეთის რესპუბლიკა. არც სომხეთთან, არც აზერბაიჯანთან და არც რუსეთთან არ გვაქვს ისა ხელი მოწერილი საბოლოო საზღვრებზე. ახლა გეკითხებით. ეს უკვე სახელმწიფო ქვეყანაზე არ არის ლაპარაკი. ქართულ სახელმწიფოს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს რესპუბლიკას დღევანდელს, ხო? თურქები ხო იცავენ იმას. ახლა გეკითხებით, კარგი, ის ქვეყანა მე-13 წაგვართვეს, მაგრამ ქვეყნის ნაწილი წაგვართვეს, მაგრამ სახელმწიფოსთან ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს დადევა. ახლა რუსეთი და თურქეთი როგორ არის ერთი და იგივე?
თურქეთი ჩვენ დღევანდელ სახელმწიფო ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. გამარჯობა. აი რუსეთი არც ქვეყნის საზღვრებს გიღიარებს, რომ აფხაზეთ შენი არ არის. გეუბნება. ცხინვალი შენი არ არის, არა კაცო, ეს ეკატერინეს დროს ოსებმა თხოვეს და შევიერთეთ. ხო? და არც სახელმწიფო საზღვრებს არ აღიარებს შენსაც. როგორ არის თურქეთი და რუსეთი ერთ იმაში, რა ქვია, დონეზე? აი ცოტა ტვინი გაანძრიეთ ხალხო, წიგნი გადაშალეთ, გონებას მოუხმეთ ხალხო. ძალიან ჩამორჩით უკვე. ძალიან ჩამორჩით, იმიტომ რომ ძალიან ჩამორჩენილი კაცი გმართავთ და იმას ემსგავსებით უკვე. სწავლა არის რთული, თორე უსწავლელობას რა უნდა? სწავლა საერთოდ არის იძულება. და სახელმწიფოები, ოჯახები, დედმა, არც ერთ ბავშვს სწავლა არ უნდა, ნუ იშვიათი გამონაკლისის გარდა. სწავლა არის იძულება, სკოლა, დედა შენი რო დილით გააღვიძებს, ადი სკოლაში, მამა შენ ნიშნებს, კითხულობს. იძულება, თორე ესე რომ მიუშვა ადამიანი გამოქვაბულიდან არ გამოვა. და ჩვენი ხალხის ერთი ნაწილი გამოქვაბულში შებრუნდა და ქვებს ისვრის იქიდან. აი რუსეთის და თურქეთის ესე ვთქვათ ერთ სასწორზე დადება რა თანაბარ პოზიციაში. ძალიან კარგი ხერხია იმისთვის რომ თურქეთი პატივს ცემს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთი პატივს ცემს კი არა. თავზე გვაქვს გადახეული ყველაფერი. აი ეს ძალიან მარტივია დაიმალო მაგ ბუჩქებში, რომელსაც აი რუსეთ-თურქეთის ერთ პოზიციაში დაყენება ქვია, რომ არც თქვა რომ რუსეთი გიყვარს, მაგრამ ესეთი შეფარული რუსეთუმე რო იყო. შეფარული რუსეთუმეების თავშესაფარი ხო არ არის? ამას უშველის დრო კურნავს ყველაფერს. ვინც ამითი არის დაავადებული, დაანებეთ იმათ თავი და მიუდგეთ ქრისტიანული. ავათარია. კარგი. არგუმენტები არა აქვთ. ერთმორწმუნეობა რას ნიშნავს? ისე გითხარით, რომ ერთმორწმუნე არ არის, იმიტომ რომ წარმართული ქვეყანაა. კარგი. ერთ-ერთი ბოლო კითხვა მინდა დავსვა, მე შენს თუ გექნება რომ გეტყვი, ხა ბევრი ვისაუბრეთ, ხა ბუნებრივია თქვენი სტუმრობიდან გამომდინარე ისტორიის გარეშე არ გამოვიდა. მაგრამ ეხლა ოდნავ უფრო ლოკალურზე გადმოვალ, არც ძალიან ლოკალურზე. ამ წუთას რა რეალობაც გვაქვს. არის რეგიონული კონტექსტი ვახსენეთ ჩვენ სომხეთის და აზერბაიჯანის არ გვიხსენებია ესე დეტალურად რუსეთ-უკრაინის ომი საბოლოო ჯამში მოკლედ აი ეს კითხვა არის ესეთი ქართული ოსნების ამ დამყარხ ჩემი შეფასებაა დამყარებული ხელისუფლების შეცვლაში რამ შეიძლება ითამაშოს მთავარი როლი იმიტომ რომ უკვე ბევრ ადამიანს აქვს განცდა რომ ქვეყნის შიგნით ეს რესურსი თითქოს არ იძებნება და რა დამოკიდებულებაში და კონფიგურაციაში უნდა იყოს ეს გარეზე წოლა და შიდა ანუ რის იმედზე ვართ ამ კუთხით ამ წუთას ეს რაღაცა ქართველების მებრძოლის სული დავარქვათ თუ შეუგუებლობა უსამართლობასთან თუ ასე შემდეგ მიძინებული ის ვით არის და ქონია საქართველოს ისტორიაში ეს მიძინების პერიოდები კი რა წლეულები და საუკუნეები შეიძლება და რისი იმედი უნდა გქონდეს ამ კუთხით რომ აი ეს ხელისუფლების შეცვლის ძირითადი პლაცდარმი და საძირკველი რაზე უნდა დადგეს უკრაინის ომში გამარჯვებას ველოდებით მართლა თუ რას ველოდებით არა მარტო სხვა რაღაცებს ერთ ისტორიას აქვს პროცესი ლოგიკური პროცესი აქვს 21 საუკუნე კლასიკური გაგებით იმპერიების საუკუნე არ არის 20 საუკუნეში დასრულდა კლასიკური გაგებით იმპერია რა გავლენა სხვა რა იმპერიუმი საერთოდ ხელისუფლებას ნიშნავს ხო რომაული ის არის და საერთოდ პირდაპირ ხელისუფლების გახორციელებას ნიშნავს საერთოდ იმპერატორს პირველად რესპუბლიკის დროს ეძახოდნენ სარდალს რომელიც მტერს დაამარცხებდა და დამარცხებულ მტრებში 10,000 კაცი იყო მოკლული 9999 თუ იყო იმპერატორს არ ეძახოდნენ. აქიდან ეგ პაგონი არ ეძებოდა. როიძებე ორი კაცი ყავს მოსაკლა. ეს ხელისუფლება, საერთაშორისო ქართული სიტყვა ფანტასტიკური ხელისუფლება და ხელმწიფობა. წიფეხელი არის ფანტასტიკური სიტყვა რა. ხო და ესე კლასიკური გაგებით იმპერიები ჩვენ როგორც ვიცით, ხო? ის აღარ არის. გადმოყვა ერთადერთი ძველი დინოზავრი რუსეთის სახელმწიფო, იმიტომ რომ დასავლეთმა მაშინ მეორე ტაიმი აღარ ითამაშა. პირველი ტაიმი მოიგო 10-0 და მეორე ტაიმში თვითონ არ გამოვიდა დასავლეთი. ასე იცის ხოლმე დასავლეთმა, რა წაუყრუებს
დასავლეთს გონია რომ აი მე როგორც ვიქცევი, სხვაც ისე მოიქცევა და რამდენჯერ ჯერ ჰიტლერი გაექცა ხელიდან, დაუთმეს, იქნებ გაჩერდეს, არ ჩერდება. არ ჩერდება, სოფიანი ძაღლი არ ჩერდება, კაცო, იკბინება. არ შეიძლება იმის ყვება ხელით. ვერ მოიშინაურებ, გიკბეს და გადაგდებს, მერე და დაგყუპავს, ხო? ასე მოხდა რუსეთთან დაკავშირებთან. ეს არის დიდი ისტორიული პროცესი. რუსეთის სახელმწიფოს ბირთვი იყო მოსკოვის სამთავრო. მოსკოვის სამთავროს ოცნება იყო ჯერ კიდევ პეტრე პირველიდან მოყოლებული ზღვებზე გასვლა. ჯერ იყო სხვათაშორის არავინ არ იცის აქ ქოცობა ხორაზე დგას. ქოცობა დგას რომ რუსეთი არის უძლეველი, ვერავინ ვერ ერევა. მაგაზე დგას. ქოცის ფსიქიკა არის გალახვა, გაგლებ ხუთი წამოგესევა, დაგხვდებიან, ჩაგისაფრთებიან, ქვას გესვრიან, პოლიციას მოგიხსევენ, მორევა გონიათ გამარჯვება. ასეთ პრიმიტივებია, იმიტომ გამოქვაბულიდან იმიტომ ისვრიან ქვებს, ხო? ხო და რუსეთის მთავარი ამოცანა იყო ზღვებზე გასვლა. ჯერ პეტრე შეეცადა შავ ზღვაზე გასვლა, დაანახეს იქ თურქებმა და ტყვედ ჩავარდა ზღვათაშორის. მერე დაიწყო ბალტიისპირეთზე გასვლა და იქ მოიგო, ხო? ჩრდილოეთის რუსეთს დაჭირდა 2 საუკუნე ეკატერინემდე მოყოლებული. ეკატერინეს რო შეერთეს ყირიმი მაგენმა, რო ზღვებზე გასულიყო. ამ წყალზე, იმიტომ რომ დედამიწა არის წყალი და თუ იმპერია გინდა იყო, ზღვებზე უნდა იყო რა კონტაქტები, იმიტომ რომ ვაჭრობა ზღვებია, პორტები ზღვებია, გემები ასე ყველაზე იაფი ტრანსპორტია და ასე შემდეგ, ხო? და უსაფრთხო სკოტაში. ხო? გავიდა 2 ზღვაზე. მერე რუსეთს მე-19 საუკუნეში ჰქონდა უმძიმესი ყირიმის ომი. რომელიც წააგო. ახლა მიდის ყირიმის ომის გაგრძელება მიდის. რა შეეხება ბალტიისპირეთს? ბალტიისპირეთი დაკარგა უკვე. პეტრეს მონაპოვარი ბალტია დაკარგა, იმიტომ რომ ფინეთი და შვედეთი რო შევიდა ნატოში, ბალტიის ზღვა გახდა ნატოს ტბა. ორჩა. ანუ პეტრე პირველმა 21 წელი რაც 27 თუ 21 აღარ მახსოვს შვედებთან რაციომა ის გადავარდა წყალში. ეხლა როგორც ჩანს მაგ მეორე ტაიმს თამაშობს დასავლეთი. ეკატერინეს მემკვიდრეობის, ანუ შავი ზღვის ჩაკეტვა. შავ ზღვას ჩაიკეტება რუსი. აღარ აქვს საფრისთავი. ნახეთ ხალხო იმაში ციმბირში ბომბავენ უკრაინელები. მერე ერთი რამე იცოდეთ. ბჟეზინსკის ბევრამეში მე ბჟეზინსკის არ ვეთანხმები ახლა ის საჭადრაკო დაფა ბევრ რაღაცები ანაქრონიზმია უკვე, მაგრამ ერთი რამე თავარი რაც აქვს ყველაზე მაგარი ნათქვა. რუსეთის იმპერია უკრაინის გარეშე არ არსებობს. მართლაც რუსეთის იმპერია გახდა იმპერია მაშინ როცა უკრაინა შეიერთა. ხო? მერე გახდა ჯერ იყო მოსკოვის სამეფო და მერე იმპერიად გამოაცხადა პეტრემ. სხვათაშორის სახელი რუსია დაარქვა პეტრემ. ბერძნული ვარიაცია რუსის, ხო? უკრაინა იყო რუსეთის იმპერია ჯერ და მერე საბჭოთა კავშირი, ძვირფასო მეგობრებო, თქვენ პატარები ხართ, თქვენც არ გახსოვთ, მაგრამ ჩემზე უფროსები და ჩემი ხნის და საბჭოთა კავშირი და რუსეთის იმპერია იდგა 2 ადამიანზე. უკრაინელი ჯარისკაცი და უკრაინელი ინჟინერი. ყველაფერი რუსეთის იმპერიაშიც და საბჭოთა კავშირშიც აშენებული არის უკრაინელების. არმია უკრაინული ისა რუსული საიმპერატორო ნაპოლეონს ვინ ებრძოდა უკრაინული გუბერნიებიდან ისა გაწეული ხალხი აბა ციმბირიდან გერ ჩამოყავდა მაშინ არც მატარებელი იყო და არაფერი. მერე რუსეთის იმპერიაში და განსაკუთრებით საბჭოთა კავშირში უკრაინიზმი, ანუ უკრაინული კლანები, განსაკუთრებით დნეპროპეტროვსკის კლანი იყო ძალიან გავლენიანი. ხო? ციმბირის ათვისება ნავთობი რო დაჭა კოსიგინის რეფორმები რო და მანამდე საბჭოთა კავშირის ბაქო ქონდა, მეტი არ ქონდა. იცოდნენ რომ ციმბირში ბევრი ქონდათ ნავთობი, მაგრამ ამოღება არ იცოდნენ. არ ქონდათ დაწყება კოსიგინმა და სულ უკრაინელი ინჟინერები, წუმენი ქალაქი ეს მექა ნავთობის მოპოვების, წუმენი ნახევარზე მეტი უკრაინელი ცხოვრობს. აი ჩვენ კონტექსტს როგორ უკავშირდება? უკრაინა მე ერთ რამეს მოვყვებით და დავასრულე მიხვდებით რა, ვიყავ პატარა ბიჭები. 12-13 წლის ვიყავი და მივდიოდით რაჭაში, მამაჩემი იყო საჭესთან გვერდზე მევეჯერქი. ხო და ვკითხე მამაჩემს, რომ მამა მეუთხარ საქართველო იქნება როდესმე თავისუფალი თქვა. მითხრა ასეთი რამ, კი აუცილებლად იქნებაო შვილო, მაგრამ რუსებს ერთი პრობლემა აქვთ, რომ შემოდიან აღარ მიდიანო მე. მაგრამ ასე მახსოვს საჭე
ხო ქონდა და ხელი, მაგრამ დაიმახსოვრე შვილო. მაგენს უკრაინელები გააჩერებენ. ჩემთვის იყო გამოცანა, რატო იცი? მაშინ ცალკე უკრაინა არ ვიცოდი და თუ რამე ვიცოდი, მეგონა რომ რუსეთი იყო. ჯოხარ დუდავებმაც ეგ არ თქვა. და მამაჩემ ეთქო, დაიმახსოვრე შვილო, აი ასე თითი მახსოვს, რომ ესეთი თითი ქონდა. წერისგან ისა განვითარებული რომ წერდა. დაიმახსოვრე შვილო, მაგენს უკრაინელები გააჩერებენ. აი ეს არის. ეს პროცესი ის მანჩე ვერ მოესწრო. აი როგორ გონიათ ეხა რუსეთ ეხა ეს ომრო წაგებული აქვს მან უკვე მე კითხვა აღარ მაქვს მაგრამ თვითონ აი რუსეთის ამ ფედერაციის დაშლის ნიშნები ან წინაპირობები მოიქცევიან რუსები რამდენად მოვლენ ჭკუას თუ ასე გააგრძელებენ დაიშლებიან თუ არ გააგრძელებენ და რაღაცა შიგნით რო ერთმანეთს წააყრიან და სისხლიანი სამოქალაქო ომი ექნებათ არ ჩანს ეგ თქვენთვის აი ეს ოლიგარქი ფეოდალები ეს აბაკერკის ჩარტმას ველოდებით აბაკერკა რო ჩაარტყოს პავლე პირველს ხო გახსოვთ ან შეთქმულებას ველოდებით პავლე პირველი მოკლეს საფერფი კი არა და თამბაქოს ჩასადები ხო თამბაქო რა ქვია ის მაგას ქართულად თამბაქოს რო ის ჩაარტყა და სათაშორის მე დაახჩვეს აბრეშუმის ხელსახვევით და ერთ-ერთი დამხრჩობი ვინ იყო ხო იცი? თავადი იაშვილი, რაჭველი თავადი. ხო, მაგრამ ამ გააჩნია როგორ მოიქცევია. ეს თითფული ან ეს ძალიან ბევრი მე და გიორგი FSB-ში ნიკემა ეს ძალიან ნათელფერებში უყურებს უკრაინა რუსეთის უკრაინის ომს მე ეგრეთ საცახად რო გაირკვევა რომ იმან მოიგო იმან დააწარგო არა ომის მოგებას გააჩნია რა როცა ფრედ თავდა ან პატია თავდასხმელია გამარჯვებული არის სუსტი. ანუ რუსეთი რატო დაესხა უკრაინას? რუსეთი დაესხა უკრაინას, რომ უკრაინული სახელმწიფო გაეუქმებია, ხო? ამისთვის და დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, და საერთოდ თქვენ საერთოდ არ ახართ ნორმალური რუსები, რაღაცა გაფუჭებული რუსები. გაფუჭებული, წუნდადებული რუსები ხართ, ხო? არადა პირიქით არის, ხო? ხო, ისა ამას ვერ მიაღწია ვერაფერს. სუსტ უკრაინას დაესხა და ახლა მილიონიანი არმია ყავს სოფლიოში. მე რომ მკითხოთ, აი თუ გავითო არმია რა არის? არის ნაომარი არმია, არის არმია, ახლა წვრთნი და იომებს ის თუ არიომებს არ. სანამ ნამდვილი ბომბი თავზე არ დაასკდება. არმია ყავს, მაგრამ ბოლო ჯერ 79 წელს ვიეტნამს ეუბნენ და დააძრეს კბილები ვიეტნამელებმა მაშინ. არავინ არ იცის ჩინური არმია რას იცის, აგერ არის. ეს უკრაინის ჰიპოთეტური და ჩვენთვის სასურველი გამარჯვება. პირდაპირ შედეგს როგორ გვაძლევს და გაძლიერება როგორც სახელმწიფოსი. ეს არის გამარჯვება უკრაინის და მარცხი რუსეთის. და ჩვენ ეს როგორ გვაძლევს აქოცებისგან ეს როგორ გვათავისუფლებს? ხოცობა ხო გითხარი საფუძველი, ფუნდამენტი, მათი ბალავარი, ცემენტი რა არის? რუსეთი უძლეველია. აგერ მათ თვალზე გაოგნებულები, კულტურული, ცივილიზაციური შოკი მოდით, რომ უკრაინული დრონები რო დაფრინავენ იქ. აი გაუგებარია, წარმოუდგენელია, ცუდი სიზმარია. ეს როგორ კაცო მოსკოვს როგორ ესვრია. აქედან გამომდინარე, რუსეთი კი არ არის მაგარი. ამ შემთხვევაში სტალინისტებს გაგიხარებთ გულს რა. მაშინ რო იყო მაგარი რუსეთი მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ რუსეთის მოკავშირე იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და 2/3 დედამიწის. და მაშინ სტალინი ყავდათ, მაგას სოსო ჯუღაშვილი ყავდათ სათავეში და ახლა ყავთ ეს უსაქმური. ურა! კგბ-ს ლუზერი, ისა რა ქვია? ურა ოფიცერი. მაგნაირ კაც, ბერია, თავის დაცვაში არ დააყენა. სხვათა შორის მე და ზურა მახარაძემ ვიკამათეთ გადაცემაში ფრაზაზე, რომ ისე როგორ იყო, შეცდომით არ თქვა, საბჭოთა კავშირმა სტალინმა დაამარცხა გაერთიანებული ევროპა მეორე მსოფლიო ომში. კარგი რა. ნუ ეხა აი მე რუსეთის დაშლასთან დაკავშირებას მაგას უყურებს ან მინდა რომ ობიექტური უნდა იყოს ადამიანი ახლა რა რუსეთში მინდა სისხლიანი სამოქალაქო ომი არა არავის ბიჭო წეღარ იმაზე ლაპარაკობდით სახარებაზე რა სამოქალაქო იქ სამოქალაქო ომი დაიწყოს დაინგრევა ყველა ჩემ ტვინში მაგ ტერიტორიაზე სახარება არ ცელდება მე რა მინდა გადატრიალება ესენი გააგდონ გებეშნიკები გააგდონ
მოვიდეს საერო ხელისუფლება და დაიწყოს ისევ ევროპისკენ მოტრიალობა. აი ეგ რამდენად შესაძლებელია. მე უფრო იმას ხედავ, რომ აი ამდენი წაგიკითხავთ, გინახავთ მაგისი როგორ გჯერათ, მე მიგვირს, რომ ამდენი ფულნაშოვნი ისეთი მოვა იქ რო ევროპის ამდენი ფულნაშოვნი FSB-ში კიდე ჯალათ. ერთმანეთს როგორ არ არ არის ბნელით მოსილი. მათ ყავდათ განათლებული იმპერატორება, ალექსანდრე მეორე განმანთავისუფლებელი, რომელმაც გაანთავისუფლა ვისა, რა ქვია, ყმობა გააუქმა, ხო? კონსტიტუციისთვის მზად იყო, ეგა უბედურება მოკლეს, ის სხვათაშორის იქ სასახლეში მიდიოდა. კონსტიტუციაზე ხელის მოსაწერად როცა ესროლეს, ბომბი და მოკლეს. ხო? არ არის ასე საქმე რა. ჩვენ ერთი რამე ვიცოდეთ, ცხოვრება ჩვენ პირადიც. ჩვენი მაყურებლებისაც და კაცობრიობისაც არ არის ინდური ფილმი, აქეთ თეთრი, იქეთ შავი. უბრალოდ არის არჩევანი გასაკეთებელი ცუცსა და უარეს შორის, ანუ სილასა და ხარიბდას შორის და ახლა ამას გავდივართ ჩვენც უკრაინელები და რუსებიც გადიან. გაივლიან, უკმაყოფილებას ატყობთ უკვე აგინებენ. კი, აგინებენ. და ხელი შეუწყოთ რომ აგინონ და არა ის რომ ერთმანეთს დაერიონ და რა გვინდა რუსეთის და ახლა ბევრი ჩემი მეგობარი, მათ შორის პოლიტიკოსი რუსეთის დაშლა მინდა, ახლა გეკითხებით. ჩრდილოეთ კავკასიაში გვინდა პოლიტიკური ისლამი გაბატონდეს რუსეთი თუ დაიშლება? და ხო იცით რომ გაბატონდება, ეჭვერ შეხება. ხო იცით რომ გადმოგწდება სადღაც. და რომ გადმოგწდება. ამიტომ იცით როგორ არის რა, ჩვენ რაც გვაწყობს, ისაა ჩვენთვის მომგებიანი რა. ვინ რას ფიქრობს ჯვაროსნებზე? არ მაინტერესებს მე მაგალითად იმაში მაროკოში ან პაკისტანში, ან ავღანეთში, ან თუ გინდა ლიბერალურ იმაში, რა ქვია, რომელიღაცა ქვეყანაში, პრესაში. ჩემთვის ჯვაროსნები იყვნენ ხსნა. და ჩვენ გადავრჩით, თორე ვერ გვიშველი და ვერ დავით აღმაშენებელ. დავიცე ნაკლები, მაგარი მეომარი გიორგი პირველი არ იყო ხალხო. პაპამისი. ო, ერა არ იყო, მაშინ არ ჯვაროსნები იყო არაფერი და ბიზანტია არ გვეშვებოდა მაშინდელი რუსეთი. ოდის უფრო კულტურული იყო. ამიტომ ჩვენგან ამოვიდეთ. შუა აზიელებისთვის თემურლენგი არის განმანაწერა კითხვა არ ცოდა. განმანათლებელი ბიბლიოთეკა. თბილისში რო გადაწვა. ბიბლიოთეკა წაიღო აქედან. და იქ წაიღო. დაждდა იმეცად. ჩვენ იმის მერე დაუკვირდით თქვენ აი თემურლენგის ლაშქრობამდე. ჩვენ ვაშენებთ არაჩვეულებრივ ქალაქებს, ჭეებს, გზებს, სასახლეებს, რაღაცებს, ისა ოჭიქული რაღაცები გვაქვს, გათლილი ქვებით და იმის მერეა ვერაფერი, აქა რიყის ქვებს ვაწყობთ ერთმანეთს 6 საუკუნეა. რატო? იმიტომ რომ ჭედელი არ დატოვა, წერალი არ დატოვა, მკითხველი არ დატოვა, მშენებელი არ დატოვა, არავინ არაფერი არ დატოვა. დაახლოებით იგივე ქნა სტალინმაც, აქაც და რუსეთშიც და არ უქნია. დაახლოებით. ძმებო რა, ვიყოთ ობიექტურები. რუსეთის იმპერიაში მოსახლეობის უმრავლესობა იყო უწიგნური გაუნათლებელი, ბოლშევიკების დროს განათლების, წერა-კითხვის მცოდნე გაიზარდა. წერა-კითხვის მცოდნე გაიზარდა. კარგი, ახლა არ გვინდა სტალინს რაც აქვს დაშავებული ეყოფა ის 10 ჯოჯოყეთად. მე-11-ს ვერ დაუმატებთ რა. აი ერთ შეკითხვა მაქვს თქვენთან ნახ. განათლებული შეიძლება იყოს თავისუფალი გონიც და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა რო იყოს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ეს იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნე? ჩვენი? ხო, ჩვენი ქართული. გარკვეულწილად შეიძლება თქვა, რომ იყო რაღაც რა კუთხით შეხედავდა რას დაავადდა. მე არ ვამბობ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივი იყო, იმიტომ რომ საზღვრები თუ ქონდა და ენა ქონდა და ასე შემდეგ. მე გეუბნები იყო, რატომ იცით? აი მაგალითად, ერეკლეს ქართკახეთი იყო სახელმწიფო. არ სამეფოა. სამეფო არის ახლა სახელმწიფოა, ხო? რა მნიშვნელობა? არა და მაშინდელი ქართკახეთი იყო ყმათნაფიცი ირანის. ამ ლოგიკით რას აი ეს სორს ამბობს. ამ ლოგიკით შენ რასაც ამბობ, არც ქართკახეთი და არც იმერეთი არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერი ჩვენი უნდა დავიმკვიდროთ. ეს იყო სახელმწიფოებრიობა უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ. ამიტომ რო ვიძახთ კოლონია ვიყავით საბჭოთა, არ ვიყავით კოლონია, კაცო. არ ვიყავით კოლონია. რუსეთის იმპერიაში და მერე საბჭოთა კავშირში სახელმწიფოებრიობის ხანგრძლივი გამოცდილების ორი ხალხი არსებობდა მარტო. ვაფშე საერთოდ მესამეც იყო. მაგრამ იმათმა მალე დაკარგეს, უფრო ადრე.
რუსებს და ქართველებს ჰქონდათ სახელმწიფოებრიობის ხანგრძლივი გამოცდილება. სომხებს დაკარგული ჰქონდათ შუა აზიას არც ერთ სახელმწიფო არ ჰქონია თავისი ეთნიკური და ეროვნული. ლიტვის დიდი სათავადო კი იყო გაუქმებული მაგ დროს, მაგრამ ის მარტო ლიტველების არ იყო და დარჩა პოლონეთი, რომელიც ასევე გაუქმებული იყო. ანუ რუსეთის იმპერიაში და საბჭოთა კავშირში ორ ხალხს ჰქონდა უწყვეტი ხანგრძლივი სახელმწიფოებრიობის ისტორია. ეს იყვნენ რუსები და ეს იყვნენ ქართველები. ამიტომ ყოველთვის ჩვენი რაც არის, ასე ნაგავში ნუ გადავაგდებთ რაღაცას. კომუნისტების დრო იყო თუ რაც იყო, ჩვენ ვიყავით დისიდენტური რესპუბლიკა, რასაც ვერ ბედავდნენ უზბეკეთში, თქვა ბალტიისპირეთი და ჩვენ რა თორე კიევშიც რუსიფიკაცია მეტი. საქართველოში ჩვენთან ამას დაუკვირდით, ჩვენთან სირცხვილი იყო ბავშვის შეყვანა რუსულ სკოლაში. მე მახსოვს ახლა. სირცხვილი იყო. აი ერევანში და ბაქოში და დინამოს თამაშებზე რა ხდებოდა რუსულ გუნდებს რო ეთამაშებდნენ? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს შვილის რომელ სისტემაში, რომელ ენაზე ასწავლე. თბილისშიც, ქუთაისშიც, ბათუმშიც, ამბებშიც იმა ყველგან სირცხვილი იყო, რომ რუსულ სკოლაში შეგეყვანა შვილი. ვიღაცებს შეყავდათ, მაგრამ სირცხვილი იყო. ქართული საზოგადოება ამას არ იღებდა. ამ დროს სომხებსაც და აზერბაიჯანელებსაც თავიანთი შვილები შეყავდათ რუსულ სკოლებში. ვიღაცებს რაღაცეებში უსრებთ ჩვენ. არა, არც სომხებმა არც აზერბაიჯანელებმა ენა არ დაკარგეს. ცეკას მდივნები ახლა მოგწონს, არ მოგწონს, ქართველი ცეკას მდივნები შიდა ავტონომიურობით სარგებლობდნენ. უკრაინა, რომელიც თითქმის 45 მილიონი იყო, უკრაინაში სკოლებში არ შეყავდათ უკრაინულ სკოლებში, სასაც დაცინოდნენ უკრაინულ ენას. ნუ გარკვეულწილად ანგარიშს გვიწევდნენ, რომ ჩვენ ქართულ ენას დაცინო. სხვაამეებს გვიბედავდნენ. ანგარიშს გვიწევდნენ. მომისმინე. რა. ბევრ რაღაცებს გიბედავდნენ, მაგრამ უფრო მეც ვერ გიბედავდნენ. ეგ ანგარიში გაწევა რომ უარესი არ სკოლები, უნივერსიტეტი, ჩვენი უნივერსიტეტი ვინც დააარსეს, ხო? ისენ ჯერ დასავლეთში ჰქონდათ განათლება მიღებული, მაგრამ მათ სკოლები შექმნეს აქ. ანუ რასაც არ მოუთმენდა ცენტრალური ხელისუფლება შუა აზიას, რასაც არ მოუთმენდა ბელორუსიას მით უმეტეს, ნუ ბალტელები მაინც ალკე იყვნენ, იმიტომ რომ მათ სტატუსიც ჰქონდათ, იმიტომ დასავლეთ აღიარებული არ ჰქონდა ის ანექსია, ხო? ბალტელებს ჰქონდათ SOS ბილეთი რა. ჰქონდათ განსაკუთრებული უპირატესობა სხვებთან. დანარჩენი ჩვენ ყველაზე წინ ვიყავით. და ქონდათ რუსებს და დღესაც ეხლა რუსეთუბეები სად გამოდიოდით საბჭოთა კავშირიდან? ის მე ბიჭებო ერთი რამე მე არავის აზრს თუ ის არ არის სწორი და არგუმენტირებული არ მაინტერესებს თუ გინდა 3 მილიონმა ჩათვალოს რომ მე სიზულელეს მე მაქვს ჩემი პოზიციები მე რასაც ვლაპარაკობ ამის გამყარება შემიძლია თითოეული წიანდების ერთსაათიანი არგუმენტაციით რუსებს ჰქონდათ და აქვთ ჩვენი კულტურული კომპლექსი და კიდევ კომპლექსი აქვთ, რაზეც არავინ არ ლაპარაკობს და კარგია თქვენი სტუდია, იმიტომ რომ აქ ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, სადაც სხვაგან არ, თუ პოლიტკორექტულ, მათ აქვთ კომპლექსი ის, რომ ქართველი მართავდა მათ 30 წელზე მეტი. და მთელი მათი სტრუქტურა, მთელი მათი შეიარაღება, მთელი მათი ძლევამოსილება, ატომური ბომბი და ამბები და ესე მეორე ქართველის გაკეთებულია. წავიდნენ მოიგო ნომი ქართველების გარეშე. ბერლინი აღებული ქონდა იმას, რა ქვია, სტალინს უკვე და ესე კონსტანტინოვკას ვერ იღებენ ერთი წელია. ნუ იბრიქებიან რა. ძლიერი მართველები არც ერთი ეთნიკური რუსი არ იყო. არც ერთი. ეკატერინე გერმანელი იყო. დამისახელონ ეროვნული სახელმწიფო თავიდან აქვს შესაქმნელი. უკან არიან ჩვენზე უკან არიან კაცო. 700 წლით გვიან ეზიარენ ქრისტიანობა, ჩვენთან ქრისტიანობა. გააჩნია როგორ ქრისტიანობა როგორ ვრცელდება, იცი? თავიდან ვრცელდებოდა მოციქულებით. შემოდიოდა ფეხშველა ვიღაცა. პეტრე მოციქული, პავლე მოციქული, ხო? ჩვენთან შემოვიდა პატარა გოგო კაბადოკიიდან ფეხშველა გოგო შემოვიდა დააწნა ის ვაზი გადაჭრა და თავის თმევით დაჟა შემოვიდა ანუ შემოვიდა სუსტმა შემოიტანა ფიზიკურად რუსეთი როგორ ამონათლული ვლადიმერმა ჩაყარა კიევში მონათლა ისეს უყველა ისე კოციც მინდა ნინოს როგორ ახარ მონათლული ამას აქვს მნიშვნელობა ვაზს ჭრისო ესე იტყოდა
უცხო გავლენის აგენტი. უცხო გავლენის აგენტი ვაზს შეისწავლა. მე ვარ უცხო გავლენის აგენტი? არა, მათვის არა, კოცი წმინდანინოზე რა სიტყვა თქო რა. ხო, ასეა. ვაზი აგვიჩეხა და ესე იგი, ათონელები უცხო გავლენის აგენტები იყვნენ, იმიტომ ბერძნულიდან თარგმნიდნენ რაღაცებს. ქრისტიანობა უცხო გავლენის აგენტურაა, იმიტომ ჩვენ აღარ დაბადებულა, ხო, პალესტინიდან მოვიდა. ხო, მე ანტიოქიიდან მოვიდა. ვისა, აფოთილელი ეროვნებით ვინ იყო? ძვირფასო მეგობრებო. სირიელი მამები, ახლა არის მცდელობა რომ სინამდვილეში ქართველი დაანებეთ ამ სისულელებს, თავი კაცო. ვინ იყვნენ სირიელი? ლიზას გაბრა. რა რეაქცია მიცა. ამასაც კი ლიზასაც კი ესმის ეს საკითხები. ამიტომ ასე არის რამე. ქართველობა არის შემწყნარებლობა, ქრისტიანობა, დავასრულოთ უკვე, ვეფხისტყაოსნის მორალი და სახელი და გვარი გვახსოვდეს ჩვენი ისტორია ვიცოდეთ საიდან მოვდივართ. მოგეთ, დიდი მადლობა ბატონო გუბაზ ამ საინტერესო დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას. ამ ჩვენ ფორმატში ძირითადად უნდა იჯდე უსმო. ამ გადაცემაში ვინმე დააკომენტარებს რომ რატო არასდის ლაპარაკსო, უკვე აღარ ვიცი, ესე იგი არა მაცადეს ხალხო. ესე იგი ტროლია. სასაყვედურო არა. ვასტით კი არა, რუსულად უნდა ვთქვა ფრაზა, ხო არ მყავს რუსული ფრაზა, მაგრამ სამი გრაიოთ, სამი პაიოთ, სამი ბილეთი პრადაიოთ, არა. დიდი მადლობა. აბა, წარმატებები ყველას.